უგმესი მადლობა დამპატიჟეთ. ძალიან მიყვარს ხოლმე ადამიანთან შეხვედრა ვისთან აინტერესებს წიგნები და ლიტერატურა და სამწუხაროდ ვერ გაჩვენებთ, კი მიყვარს წიგნების ჩუქება, მაგრამ წიგნების ფლობელი მე არა ვარ, წიგნების ავტორი ვარ, მხოლოდ და ფლობელი არის გამომცემლობა, მაგრამ სხვა შორის წაკითხული მაქვს, რომ ესე იგი ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი ნაყიდ წიგნს აუცილებლად კითხულობს ყველა შემთხვევაში და ნაჩუქარ წიგნს ან კითხულობს ან არა და უცოდ გადაიხდი და გაწვავდები უფრო მეტი შანსია რომ წაიკითხო და მე წარმოგიდგენთ ესე სანამ ვისაუბრებით იმაზე რაც უკვე ითქვა ზუსტად დაამბობთ კი არ ვიცოდი რა საქმეზე მოვდიოდი მაგრამ რა თქმა უნდა სიამოვნებით ვისაუბრებ იმ თემაზე რაზეც იყო უკვე საუბარი და მე წარმოვიდგენთ წიგნებს ესე იგი თუ თქვენთვის იქნება საინტერესო რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეიძინოთ და ყველას მოგართმევთ ზოგჯერ მე ხოლმე ავტოგრაფს და სულ მიგვის რა პრობლემა ავტოგრაფი არანაირი ნული გადა არის მის ხო აი პირველ ხო ესე პირველ რიგში აი გოჩას ვეუბნებოდი სად არის გოჩი წავიდა აი პირველ რიგში წარმოგიდგენთ აბა მაქინან თუ ვიხდეთ გზაში ვეუბნებოდი ჩამოვიდი გუშინს ესე იგი ჩემი წიგნი ერთ-ერთი წიგნი რომელიც ჩვენს სათაყვანებელ მეფეს ეხება დავით აღმაშენებელს გამოვიდა ჰოლანდიაში ჰოლანდიურად გამოსცეს და ესე გარეკანი ისეთი აქვს როგორც თითქმის როგორც ქართულს ტყეების მეფე ქვია მე მეკითხებოდი რომ აი რა განსხვავება ამათი გოჩა მოდი დააკვირდი აბა თუ გამოიცნო რა განსხვავება მე დავხედე ეგრევე ვიფიქრე რა განსხვავება ესე იგი ჰოლანდიური თითქოს იგივე გარეკანი რა ტყეების მეფე ქვია ჰოლანდიაში რადგან ჩრდილოეთის ქვეყანაა და სხვა კლიმატია როგორც კი ზე გამოდის აი რამდენიმე წამში მთელი ჰოლანდია 17 მილიონი გამოდის გარეთ ისე უხარია გზის გამოჩენა და მე მგონია რომ ეს გზის მეტი გზე არის რაც ენატრებათ და რაც აკლებათ ეს არის ესე იგი ტყეების მეფე რატო ქვია ამ წიგნს ყველა ვიცით დავით აღმაშენებელი ალბათ დაბადებიდან ნებისმიერი ქართველი საქართველოს მოქალაქე ასე თუ ისე იგებს რაღაც ინფორმაციას იგებს დავით აღმაშენებელის შესახებ და თუ წიგნიდან არა იმას მოусმენია მამები რომ უფროსები სადაგზავნოს ამბობენ და დავითზე დიდი ადამიანი ჩვენ არ ყოლია ხო სახელმწიფო მოღვაწე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად არ ყოლია და ყველა ვიცით მაგრამ ნუ ყველა შეიძლება არ ვიცით რომ უწოდებდნენ ტყეების მეფეს ესე იყო ასეთი ეს წერილი არსებობს ესე იგი იმ წერილის მიხედვით ის წერილი რომლის მიხედვით ეს მეტსახელი ჰქონდა დავით აღმაშენებელს შენახულია ჩვენთან სხვა შორის დაცულია ილღაზი იყო ასეთი კოალიციური ესე იგი ისლამური ჯარების მთავარსარდალი რომელმაც მოწერა ესე იგი დავითს რომ ესე იგი დიდგორის წინ ხდებოდა ეს რომ როგორ შეიძლება რომ ჩვენ შევებრძოლოთ ერთმანეთს იმიტომ რომ მე ვარ ამხელა ილღაზი ამხელა სარდალი და ამის და იმის მფლობელი და მკრობელი და ხო ეს ტიტულები როგორ ქონდათ ხოლმე აღმოსავლეთის ლიდერები და შენ ხარ ტყეების მეფე ასე წერეს ანუ ესე იგი მოცემულობაც ესე იგი ის არ თუნდა ეს საქართველოს იყო სახელმწიფო ან რაღაც სახელმწიფოს მოგვარი ეს იყო გავერანებული ხრიოკად ქცეული ტერიტორია ხალხი გაგრძნული ტყეებში და იმ ტყეების მეფე იყო დავით აღმაშენებელი სხვა შორის ამ ესე იგი ამ მიმართვაში არის იმათის მარცხენა რომ დავით აღმაშენებელი გამეფდა იყო ძალიან პატარა ძალიან ახალგაზრდა რა ეხლა დაუჯერებლად ახალგაზრდა ჩვენი საზოგადოებით რა ეხლა 16 წლის ბიჭი რა და აი ამ 16 წლის ბიჭმა შექმნა ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ყველაზე წარმატებული ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ესე იგი ჩვენ მანამდე არც დავითის შემდეგ ასეთი ძლიერი სახელმწიფო ბუნებრივი არ ქონია და სულ მაინტერესებდა რომ ესე მე არ მაკმაყოფილებდა მხოლოდ ის რაც მესმოდა ბავშვობიდან რომ დავითი იყო დიდი დავით აღმაშენებელი მაგრამ მინდოდა აი გამეგო მაინც როგორ ხდება რომ 16 წლის ბიჭმა შეიძლება შექმნა ასეთი ძლიერი სახელმწიფო თან იმ მოცულობიდან რომელიც მას დახვდა მანამდე იყო მისი მამა მეფე იცით გიორგი მეორე რომელიც ნუ საკმაოდ სუსტი მეფე იყო ქართულ ცხოვრებაში წერია უცნაური რამე მის შესახებ ცოტა საკამათოა რა ის ფრაზა მაგრამ ნუ ოჩხობი ბევრი კარგი წარწერია რა ასე რომ არ არის თუ იმ დასკვნას გაკეთება რომ ეს გიორგი აიძულეს რომ ესე იგი ტახტი დაეთმო შვილის სასარგებლოდ და გახდა ესე იგი ამიტომ გახდა ასეთი პატარა იმიტომ რომ საშინელ დღეში არ მოხდა საქართველოს და ამიტომ გახდა ასეთი პატარა ახალგაზრდა ადამიანი საქართველოს მეფე და სულ მაინტერესებს ესე იგი აი როგორ ხდება ადამიანი ესე იგი რა უცნაური ესე იგი რა საოცრება მართლა ადამიანი ესე იგი რა ხელა ენერგიას ამ ხელა შესაძლებლობას იწევს ადამიანი
ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი, რომელიც აი ამ ასეთ ქვეყანას ქმნის, ასეთ სახელმწიფოს. და მოხდა ისე, რომ ესე იგი ერთი კინოპროდიუსერი იყო, გარდაიცვალა სამწუხაროდ ლევან კორინთელი, რომელმაც ესე იგი აკა მორჩილოდეს ჩვენს შესანიშნავ მწერალს და მე ვთხოვა, რომ ესე იგი დაგვეწერა სცენარი ამ ფილმისთვის, რომელსაც გადაიღებდნენ და ნახავდა მთელი მსოფლიო. მე როგორც მახსოვს და როგორც ეჭვმა მელ გიბსონის გავლენა ჰქონდა, მაგ პერიოდში გამოვიდეს მამაცი გული გახსოვთ ალბათ შოტლანდიის ისტორიაზეა, ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ. ნუ როგორც ჩანს მას უნდა რომ საქართველოს ისტორიის ეს პერიოდი გაეცნო მთელ მსოფლიოს ენახა. ანუ ჩვენ კინო მაინც მასიური ენა, ხო, მე დამეთანხმებით საათნახევარში შეგიძლია მოყვე ძალიან გრძელი ამბავიც კი და მნიშვნელოვანი. ნუ თვლიდა რომ ამაში არის ლოგიკა, რომ საათნახევარში თუ 2 საათამდე გრძელდება ხო ფილმები, მთელ მსოფლიოს შეიძლება გააცნო შენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი ამ შემთხვევაში დავითის პერიოდი და დავითის თავგადასავალი და ისტორია და საქართველოს. ხო და ნუ ჩვენ დავწერეთ ეს სცენარი და სამწუხაროდ გარდაიცვალა ეს ლევან კორინთელი და ამიტომ ამ ფილმის გადაღების პერსპექტივა თავისთავად ბუნდოვანია და გაურკვეველია, მაგრამ არის გაჩნდა სხვა პერსპექტივა. რამდენიმე ესე 2 თუ 3 წლის წინ ვიყავი სტამბოლში, ვიყავი გიდი. ნუ საქართველოს მე ბევრი მკითხველი ვიყავ საქართველოში და ჩემი წიგნები გამოცემული, გადათარგმნილია და გამოცემულია 14 ენაზე. ანუ აი ამის მიუხედავად, ესე იგი წერისთვის და ლიტერატურის ცხოვრებისთვის ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა და ძალიან პატარა ბაზარი საგამომცემლო ტერმინები ვიხმართ. ამიტომაც იძულებული ვარ ხოლმე რომ სხვა საქმიანობითაც დავკავდე. ნუ ლექციები თქვა და რაღაც რადიოშიც და ტელეგადაცემაც მქონდა და ესე იგი ამ ტურისტულმა კომპანიამ შემომთავაზა ყოფილიყავი გიდი. ნუ აი ტურისტული ჯგუფი რატომ შემომთავაზა რომ სტამბოლში ესე იგი გადავედეთ დოკუმენტური ფილმის ქართული სტამბული, ანუ სტამბოლის ქართულ ისტორიაზე. და ეს ქონდათ ნანახი. და შემომთავაზა ყოფილიყავი გიდი და თუ დავთანხმდებოდი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. შვილად მიხდიდნენ ეს ტურისტული კომპანია და ბევრი ქართველი იყო. ნუ ერთი 50-ზე მეტი ალბათ რა. ქართველების გიდობა ცოტა რთულია რა. როიტყავა გავიხედეთ მარჯვნივ, რა თქმა უნდა, დაახლოებით 60% მარცხნივ გაიხედებს. სამწუხაროდ არ არის ადვილი, რომ იყო გიდი. მაგრამ ნუ მეორე ხრი ქვია მეორე ხრი რომ პასუხისმგებლობით ვეკიდები ხოლმე ყველაფერს და ეს ადამიანები დამყავდა და მივიყვანე მათ შორის ესე იგი საიდანაც იწყება ოსმალური არქიტექტურის ისტორია ეს კაცი მიმარ სინანი ქვია სავარაუდოდ არის წარმოშობით ქართველი ნუ დანამდვილებით არა მაგრამ მაინც მივიყვანე იმიტომ რომ ეს არის თავარი ფიგურა, ესე იგი თავარი ოსმალურ არქიტექტურაში და შეიძლება სტამბოლში თუ ნამყოფი ხართ, შეიძლება მეჩეთი გინახავთ, ლამაზი მეჩეთია, შემაღლებულ ადგილზე, ყველა ადგილიდან ჩანს, აი ყველაზე მაღალია დიდი რა, იქიდან დაიწყო ესე მე-16 საუკუნეში ამ მიმარ სინანმა და იქ არის დაკრძალული, აი ჩვენთვის რაც დავითი იყო, მათთვის იყო ამ სულ დიდი სულთანი ყავდათ სულეიმან კანონი. მისი სახელობის არის ის მეჩეთი, სულეიმანი, ამიტომ ქვია რა. და ეს სულეიმან კანონი იყო ძალიან ძლიერი მმართველი. აი ვენიდან ბაღდადამდე ყველაფერს აკონტროლებდა. ძალიან ძლიერი მმართველი იყო და ნუ მათთვის დიდი ისა. მისი საფლავიც იქ არის ეზოში. და რო უთხარი, აი მე მივიყვანე არქიტექტურის სანახავად, იმიტომ რომ ქართველი იყო ის კაცი, რა ქვია, მიმარ სინანი. მისი სახელობის უნივერსიტეტია სტამბოლში შეიძლება გინახავთ რა. ანუ ბევრი რამეა მას სახელთან დაკავშირებული. მე მთელი სკოლა შექმნა და დიდი არქიტექტორი იყო მოკლედ. იქ არის ეზოში. აი ამ რო უხსნიდი რომ ეს არის მისი საფლავი, რამდენიმე ქალი ძირითადად ქალები მოწყვეტით დაეცდნენ მის საფლავს ისე დაიტირეს რომ აი მართლა ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ თურქები იყვნენ იქვე და ჯერ ცოტა შეიცხოვა ესე იგი ასე არანაირად დატირებული ასე დავითის დატირებელი არ მინახავს გელაჩი და ქუთაისში და ასე ეცდნენ იმას და ვერაფერ ვერ მივხვდი ჯერ ხო გამიკვირდა მე საერთოდ ვერ მივხვდი საიდანაც ცნობოდა ამ ხალხს სულეიმან კანონი ვინ იყო და აღმოჩნდა რომ თურმე გადის სერიალი რომელიღაც არხზე ამ ხალხმა ის კი არა რომ სულეიმან კანონის სახელი იციან ყველა დეტალი იციან მისი ცხოვრება თურმე აი ძალიან გრძელი სერიალია აღარ მახსოვს რომელ არხზე გადიოდა და ერქვა დიდებული საუკუნე აი ძალიან გრძელი სერიალი და ყველაფერი იცოდე საშუალო მისი მეუღლეც იქია მე აღარ უთხარი იმიტომ რომ მომერიდა ეხლა თურქები აი გაოგნებული ვიყურებდა რომ ასე რანაირად დაიპირეს ეხლა ის აღარ უთხარ დამთავრებული ექსკურსია წავედით იმიტომ რომ ცოტა მომერიდა მაგრამ გზაში მე ამ ფაქტმა ძალიან იმოქმედა ჩემს გზაში დავფიქრდი ეს იგი სხვა ქვეყნის ისტორია სხვა ლიდერის თავგადასავალი ასეთი საინტერესო თუ არის ჩვენთვის რატო არ გადავიღოთ საკუთარ ისტორიაზე საკუთარ წარსულზე სერიალი ამდენი კრეტინობა გადის ყველა არხზე აი
რამდენი არხია ხო საქართველოში, ხა პატარა ქვეყანა ვარ, ძალიან ბევრი არხი გვაქვს, ხო? ესე იგი, რა ის ხომოდაც მცირე ვარ იმ ტელევიზიის რაოდენობასთან შედარებით, რაც ჩვენთან არის, მაგრამ ყველა არხის ძირითადი დადე სატელევიზიო ეთერი არის გაჯერებული და სავსე აბსოლუტური კრეტინობა. ბოლოს დაგვემართა ინდური წვალება, ხო იცი? ხო გინახავთ თბილისში რომ ინდოელები გაშდნენ სამედიცინოზე სწავლობენ, ხო და თვითონ ამბობენ რომ სამედიცინოზე იმიტომ სწავლობენ რომ იქ ძვირი სამედიცინო განათლება ჩვენთან შედარებით და მე ეჭვმა ხო ეს ხალხი თავის სერიალებს გამოექცა და აქ შევაფარეს თავი, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი აი ჯოჯოხეთი რაც ინდური სერიალები და ხმამურია. აი ეს ვიფიქრე რაღა სხვა ხალხის ისტორიას სულეიმან კანური თუ ასეთი საინტერესო დავით აღმაშენებელზე რომ იმ სერიალი გადაიღოს. დავიწყე ჩამოვლა ამ რა ქვია ტელე ჩვენი ტელევიზიები და შეთავაზება რომ აი იქნება გადავიღოთ რომ ნახოთ ჩვენ ასე მაინც გავიგოთ ესე იგი სინამდვილეში ვინ იყო დავით ხო გაცნობით მეტი გვეცოდინება და სულაშუის ერთი ტელეკომპანიასთან არის აი მოლაპარაკება და შეიძლება გამოვიდეს ეს იდეა და მე ძალიან გამიხარდება იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ დავით აღმაშენებელი ყოფილიყო არა სამუზეუმო ექსპონატი და რაღაც წარსულთან მხოლოდ დაკავშირებული არამედ ცოცხალი და თანამედროვე აი მე მგონია რომ ეხლა ძალიან თანამედროვეა სპაშო ამიტომაც აბსოლუტურად გამიზნულად და შეგნებულად ამ წიგნის ენა არ არის ისეთი როგორცაც მიჩვეული ვართ რომელიც ბავშვს ბავშვობიდან როცა ვკითხულობდით ისტორიულ რომანებს თუ გახსოვთ აი ლექსიკაც კი ენაც ხო არის ცოტა სტილიზაციის ну გიგზნობთ ალბათ ვისაც გიყვართ ლიტერატურა გემახსოვრება და ჩემთვის მაგალითად სულ ტოვებდა ხოლმე ხელოვნური შტაბეშტილებას რომ და ცოტა მიკვირდა რომ ესე იგი რატო როგორ შეიძლება ასეთი პათეტური ყოფილიყო ორ ადამიანს შორის დიალოგი თუნდაც მე-12 საუკუნეში მოგეხსენებათ ასე იმიტომ რომ ჩვენ ძალიან დიდარი ხალხი ვართ სამი დამწერლობა ხო არ ვიცი დედამიწაზე თუ არსებობს ხალხი ვისაც სამი დამწერლობა აქვს ესე იგი სხვადასხვა ფუნქციის და მიზნისთვის სხვადასხვა დამწერლობას ასეთი ფუფუნება ასეთი უპირატესობა მე არ ვიცი ეხლა ბევრს მე ვარ ძალიან ღია ადამიანი, თელი სამყარო მაინტერესებს და სულ ვეძებ და სულ ვიკვლევ, მაგრამ ვერსაც ვერ მივაგები ხალხს, რომელსაც აქვს ჩვენსავით სამი დამწერლობა. ხო და მე მგონია რომ ეს უპირატესობა სხვა რამეშიც ქონდა, მაგალითად ქონდა ლექსიკაში და მეტყველებაშიც, რომ ჩვენ ქონდა თქვა ერთი ენა, თქვა აგეოგრაფიული ტექსტებისთვის, რა ხო გახსოვთ როგორია აგეოგრაფიული ტექსტი. სხვა ენა ქონდა ლიტერატურისთვის, სხვა ენა ქონდა თქვა კრიტორის ტექსტისთვის, სხვა ენა ქონდა საკომუნიკაციო. Ну, ყოველ შემთხვევაში მე შევეცადე, ჩემი სურვილი და მიზანი იყო, რომ დავით აღმაშენებელი გამხდარიყო თანამედროვე ადამიანი, რომ ჩვენი თანამედროვე და არა მარტო სადღეგრძელოს ობიექტი, რომ აი ამაგარი კაცი ყოფნა. იმიტომ რომ მე პირიქით მინდა, მე მინდა რომ მართლა ვიცოდეთ რა გააკეთა ისეთი, რომ ვერ 12 საუკუნე, 18 საუკუნე, 8 საუკუნე გავიდა და ჩვენ მას ვერ ვწვევთ. მაინც იმაზე ვოცნებოთ, მაინც იმაზე ვფიქრობთ. ოღონდ არ ვიცით რა არის ესე იგი რა ფენომენი იყო სინამდვილეში და ნუ მოკლედ გამიგზავნა ამაზე ლაპარაკი. ამიტომ დავწერე ეს წიგნი მოკლედ რა ქვია. ტების მეფე და თუ გადაიღებენ სერიალს, ნუ ფილმის ამბავი არ ვიცით რა. ძალიან ძვირი ჯდება, ხო ისეთი ფილმის გადაღება, რომელიც ესე იგი თემასოფლმე ნახოს არ შეუძლია არავის, არც ერთი ქვეყნის, არც ერთ წარმატებულ კინოსტუდიას გარდა ჰოლივუდის. ესე იგი ამერიკელების გარშე ეს არ გამოდის, იმიტომ რომ თავარი მარტო გადაღება არის, მე არის ქსელი, რომ თემასოფლმე იყოს შენი მაყურებელი. ეს მარტო ამერიკელები ახერხებენ, მარტო ჰოლივუდი ახერხებს და ამიტომ როდის იქნება და როგორ იქნება კინო გაუგებარია და დიდი ფული უნდა რა, ბიუჯეტი უნდა დიდი და რთული ამბავია და სერიალს უფრო ნაკლები თანხა უნდა და რომ მოვიდომო დარწმუნებული ვარ რომ გადაიღებენ საქართველოში. თავარი არის გადაწყვეტილება, ჩვენ ხო პირიქით მიჩვეული ვართ რომ სულ სხვა გამგონია რომ პრობლემა არის ჩვენში გასაკვირველი. თუ ჩვენ თავთვით ეს არის მნიშვნელოვანი ვიდრე ინდური სერიალები, ან უამრავი კრეტინული გადაცემა, რომელიც ისა რა ქვია, გადის ჩვენ ეთერში. რა თქმა უნდა აი მე ჭავჭავაძის იმას ვხედავ, მაგარ ამბავს მოგიყვებით. ჩემმა შვილებმა გადაუყო ცოტა რა. ჩემმა შვილებმა მე არ უყურებ ხოლმე ტელევიზორს, ნუ ვერ იდები მაინც რა. და ერთხელ მკითხეს ჩემმა შვილმა რატო არ უყურებო და მე ვთხარ რომ მე აი ტელევიზორში, ესე იგი მე მიჩემე კითხვა რა ყველა ვარიანტი, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ რომ წიგზე დიდი საზღუ არ არსებობს, რომ ადამიანი განვითარდეს გონებრივად, სულიერად ასე შემდეგ. და რატო უყურო, რომ გავერთო და ვერ ვერთობ, ესე იგი რასაც ესე იგი ჩვენ გადაცემებში რასაც ქვია გასართობი იმაზე არ მეცინება ცოტა მეტირება კიდეს დაყურებული ვარ რომ აი გასართობ გადაცემა ცოტა ცელები მომადგება ხოლმე და გავიშებული ვარ ესე იგი უშუალოდ ეს იყოს გასართობი ჩემაშინ რომ მითხესო ჩვენ რომ ისევ გადაცემას განახებთ რომ გაერთობიო
და მათ შორის არ ვიცი ნახავთ თუ არა, თუ შეიძლება YouTube-ზე არის და ნახეთ, გია ჯაჯანიძეს მიყავდა გადაცემა ჯადოებზე. და პირველად ნახე ეგეთი მართლა ძალიან ბევრი ვიცი და მართლა გავერთე რა ისე გავერთე რომ მე იმის აღარ მაჩვენებდი ბავშვები და აი ძირს დავგორავდი. იმიტომ ესე ნახეს დასული ადამიანები აი ჩვენი ზე ასაკის ზოგი ცოტა მეტი ზოგი ნაკლები სერიოზ აი ბევრი ერთი და ორი კერძი ბევრი იყვნენ გადაცემა სტუდიაში და ყვებოდნენ ჯადოების ამბავს. აი ნამდვილ ამბავს როგორც ნამდვილ აი ჯადო და ეს გია ეუბნებოდა აბა შენი ამბავი მოვყევი და ადგებოდი ერთმანეთს და კი როგორ არის ხო არსებობს კი არსებობს და ყვებოდა თავის ამბავს. აი ძალიან ბევრი ვიცინე და მე გავიდა რა თქმა უნდა დავფიქრდი რომ ასე მარტივად ხო არ არის საქმე. ნუ თავისთავად ეხლა ეს გია ჯაჯანიძე ხო ფენომენალური მოვლენა ეხლა რაღაცა პლანეტიდან რო არის ხო ფაქტია მაგრამ რომ კაი თქვა და არ ვიცით რა პლანეტიდან არის მაგრამ ყველაზე საინტერესო რაც არის მის შემთხვევაში მართლა მიჭერი ადამიანი იმიტომ კვირაში ერთხელ ახერხებს რომ ასევე რომელიღაც სხვა პლანეტიდან ხალხი მოიყვანოს გადაცემაში. ხო თელი ცხოვრება შეიძლება ვიარო ბატონო რომელი აიგონ მაგას უკვე აღარ მაყურებინე ხო და ეგ არ მიდახოს მაგრამ დიდი მადლობა რომ უყურებ აუცილებლად ხო და მე დავფიქრდი ესე იგი სად შეიძლება მოძებნო იმიტომ ცხოვრება ხო მიდის ახლა რამდენი შეიძლება მართლა ძელი იყოს ცხოვრება ჩვენი ცხოვრება შეიძლება ისე გავიდეს რომ მის გადაცემაში ხალხი მოდის და რო გამოყავს რესპონდენტი ასეთი ვერსად ვერ ნახოთ ერთი კი არა, შვიდი ცხოვრება რო ყოდა, შეიძლება ვერსად ვერ შეხვდე. და თვითონ როგორ ახერხებს, რომ კვირაში ერთხელ მოძებნ. ანუ ეს შეიძლება ამოუხსნელი ფენომენია. იმიტომ მეც თქვენ ქვეყანაში ვცხოვრობ, ხაი, მე ისეთი როგორი კომუნიკაბელი ვარ, აი, არ გავჩერებულო, რაც გავიბადე. არ გავჩ, აი, ყოველდღე მოგზაურო, ყოველ კვირაში ერთხელ წეს ვატყო საქართველოს. როგორ მართლა გადატანითი მნიშვნელობით კი არა. სულ დავდივარ. ასოდან ხდება ეგ ხალხი. აი, მასად ხდება არ ვიცი. ხო და მოკლედ რაზე გამახსენე ხა ილია ჭავჭავაძე. და ეს გია ჯაჯანიძე არის ჭიათურელი. ისე და დავინტერესდი მისი ფენომენი თუ ჭიათურაში წავედი ამას. ამ საოცრების გამოსაყრელი. არა, სხვა რამეს ვიკვირე ჭიათურაში ზე პიესა უნდა დავწერო მაგრამ. და ვარ ხო და დამახომე წიგნები დავდივარ გამოცემებს თქო ხომე და აი ბავშვები სადაც არა ფინანსურად და ხო მიმახომე წიგნები თელ საქართველოში და საიდანაც მიირეკავებ აი გვიწის და წიგნები არა ვეუნები გამოცემებს რომ თუ შეგიძლიათ რომ ესე გააქვთ რაღაც მაგის ფუფუნება და მიმახომე ეს არ მეზარება დაუზარებელი ადამიანი ასე აღმოჩნდი ჭიათურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და ბავშვებს ჩაუტანეთ და გორაგებები იყვნენ ჩვენი ნაკრების წევრები ერთად ჩაუტანეთ ეს წიგნები როცა ჩაუტარეთ და ბავშვებს და ესე რა თქვი გადავეცი რომ მოვდივარ დერეფანში ხო გინახავთ სკოლებში არის ფოტოები წერილების ვაჟა ილია ძირითადად არის ხოლმე ფოტოები არა თქვენი ფიქრით ის არა ხო და ზოგან არის ხოლმე ფოტოები და ზოგან არის ნახატები ანუ ვიღაც მხატვარს ახატინებენ ხო და მოვდივარ ესე იგი გოგებაშვილი იყო მე ვაჟა და ილია და ილიას რომ ჩაუვარე მაინც ხო და ილია ხო საოცრება აი ხო თვალს ხო მაინც მე მგონი ეგეთი ლამაზი კაცი არც არსებობს და გავჩები გამოვდი ილია მაგრამ თან კიდევ ვიღაცა არის აი მოიმეჩენე მოვიდა დაუცახი ამ მორაგბებს რომ მე აი ხო არ მატყუებს თვალ ერთი დააკვირდით ვინა ესენი დააკვირდა გია ჯაჯანიძე ხო და მოვიყარე დირექტორი რომ ისა რა ქვია ისა კითხო ეს საიდან გაქვთ ვინ დახატა მე ესო ბატონო დავით ადგილობრივ ჩვენ მხატვარს ანუ ჭიათურელ მხატვარს დავახატეთ მე ვიფიქრე ეს რა მოვლენა შეიძლება იყოს და ეთქობა აი ქვეცნობერი რა რომ ვისაც არ უნდა ხატავდე ჭიათურელი მხატვარი თუ ხარ და იცი რომ გია ჯაჯანიძე შეიტანემო შემოგეხატინება ძალაუნებურად აბა სხვა რა ახსნა უნდა ქონდეს ამ ილია იყო მაგრამ თან ცოტათი გია ჯაჯანიძე მოკლედ გადაუხვე დიდი ბოდიში მაგრამ მახსენდება ხო რატო მახსენდება ხოლმე ეს რომ მართლა ესე იგი ტელევიზიაზე მასიური და ესე იგი ღია და რაც თავარია ესე ზემოქმედების საშუალება აი არც არის ხო თანამედროვე ადამიანისთვის ჩვენ ხო მაინც მიჯაჭრული ხალხი ვართ ხო ტელეეკრანთან რატო არ ვიყენებთ ისე ესე იგი რატო არ ვაყენებთ სულ კამათი მაქვს სულ ჩხუბი მაქვს ესე იგი ტელეკომპანიებთან ამის გამო მათი არგუმენტი არის ჩვენთვის რადიკალურად მიუღებელი სულ ჩვენ გვაბრალებენ ამბობენ რომ აი მოთხოვნილება არის ამ რაღაც კრეტინობაზე რომ ხალხს ეს მოწონს და ეს უნდა შენ მიაჩვი აბა მოცარტს მიაჩვი რასაც მიაჩვი ის მოეწონება ანუ ჩვენზე დაბრალება ჩვენ გვაქვს ცუდი გემოვნება და დაბიო მოთხოვნილება ეს არასწორი და სულად გაუმართლებელია ისა მე ვფიქრობ რომ პირიქით არის მათ აქვს დაბალი გემოვნება და ამიტომ ტერიან ასე დაბალი ხარისხის პროდუქციას ხო ანუ ჩვენ რა შუაში ვართ რომ ვითომ ამაზე არის
ისა მოთხოვნილი. პირიქით, მე მგონი ტელევიზიის ფუნქცია კი არ არის, რომ ასეც რო იყოს. პირიქით, მე მგონი რომ ასეთ მასიურ შემოქმედების საშუალება სხვა ფუნქცია უნდა ქონდეს, რომ მე თუ მატყობ, რომ დაბალი გემოვნების და ინტელექტის და განვითარების ადამიანი ვარ, მე უნდა მაიძულო, რომ წინ წავიდე და სხვანაირად გადავდე. განვითარდე და გამდიდე და გონებრივად და სულიად. ამას ხედავ მე უფრო ტელევიზიის ფუნქციაში და არა იმას რა ქვია. ჩვენი გამტყუნე და არა მათი არგუმენტები მოკლედ მიუღებელი. ბოდიში გადაუხვი, ძალიან მაპატიეთ. ესე იგი წიგნი კიდე რა წიგნიც აქ არის, წარმოგიდგენთ, ქვია ჯინსების თაობა, ეს არის რა ქვია, რეკორდსმენი წიგნი. რეკორდსმენი თვალსაჩინო თუ ესე იგი მე მგონი ამდენ ენაზე ესე იგი თანამედროვე სხვა ქართული წიგნი არის რომ იყოს თარგმნილი და ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოცემული. კანადაშიც კი გამოვიდა, აი სულ ახლახანს რამდენიმე თვის წინ. კანადა ძალიან შორს არის მოგეხსენება და ამის მიხედვით კი აპირებენ ფილმის გადაღებას. ანუ დავით აღმაშენის ამბავი გავაკეთე, მაგრამ ამის მიხედვით აპირებენ და იცით ალბათ ხო ტრაგიკული ამბავი 1993 წელს მოხდა და სხვადასხვა სასულიერო პირი ემსხვერპლა სულად უდანაშაული, რომელიც საერთოდ არ იყო თვითფრინავში გატაცებით ცდელობის გამო, ესე იგი დახვრეტა იყო და მისვადეს დახვრეტა რამდენიმე ადამიანს და არ იყო მათ შორის ესე იგი სასულიერო პირი დახვრიტეს, რომელიც საერთოდ არ მჯდა თვითფრინავში და მეტიც წინააღმდეგი იყო ესე იგი ამ გატაცების და სამაგალითოდ დახვრიტეს ეს ხალხი და თვითონ ესე იგი მაშინ ასეთი მუხლი იყო თუ ბანდიტური დაჯგუფი ჯგუფი იყო, ესე იგი საბჭოთა კანონმდებლობით ბანდიტურ დაჯგუფებას ყავდა მეთაური და რამდენიმე ვარიანტი გამიხილეს მეთაურის კანდიდატურად ასე თქვა და მე მივხვდი რომ მათთვის მომგებიანი იქნებოდა თუ საბჭოთა პერიოდში, ანუ ათეისტური სახელმწიფოს პერიოდში და მათთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა თუ სასულიერო პირის დაბრალდებოდა. უბრალოდ მეგობრობდნენ, ნამდვილად მეგობრობდნენ. იმ ჩიხლაძე იყო გვარად და მაგრამ მივხვდი რომ ეს ამბავი მოხდა 18 ნოემბერს 1993 წლის 18 ნოემბერს და ის ჩიხლაძე დააპატიმრეს რა ქვია თებერვალში, ესე იგი რამდენიმე თვის შემდეგ. ანუ იმიტომ რომ ესე იგი მანამდე სხვა კანდიდატებს განიხილავდნენ და მე ვიფიქრე ეს ორ კუთხეს დავიჭერთ და როგორც ქართველებამდე რომ აი სასულიერო პირი რამაუნე გამოდგება და შეიძლება კონდეს სასულიერო პირს ახალგაზრდა ადამიანზე უბიძგებს რომ თვითმფრინავი გაიტაცოს და გახდეს ტერორისტი და ასე შემდეგ. ანუ აბსოლუტურად იმდენად დაუჯერებელი იყო ეს ამბავი, აი წარმოვიდგინეთ რომ ამ ესე იგი ამ თეიმურაზ ჩიხლაძეს ყავდა შვილი ეკა ჩიხლაძე, რომელიც მაშინ იყო 14 წლის ან 15 წლის. იმდენად დაუჯერებელი იყო, ასეთ უდანაშაულ კაცს დახვრეტდნენ, რომ არც ერთ ესე გამოჯახის წევრებმა და უამრავმა ადამიანმა მათ გარდა არ დაიჯერა რომ დახვრიტეს. და ესე იგი დადიოდნენ სინბირში ბანაკებში და ეძებდნენ, ეუნებოდნენ, ვიღაცებს უაკითხავდნენ მთელი ეს წლები და ეუნებოდნენ რომ აი იქ ნახეს თქვენი შვილი ან ვიღაცა მითხრა, ან ზოგი ეუნებოდა რომ მეც იქ ვიჯექი და ცოცხალია თქვენ. ეს გოგო წარმოგიდგენთ, ესე იგი რა ძლიერი გოგო იყო, რომ 15 წლის გოგო წავიდა, მე დედაც დააპატიმრეს ამის დედა. თვითონ ამბობდა რომ ავარია მოუწყვეს, ავტოავარია რა, მაგრამ წავიდა მამის მოსაძებნა, წარმოგიდგენთ, საბჭოთა პერიოდში დაუჯერებელი იმაში ციმბილის ბანაკიდან ბანაკებში ეძებდა ასე აი რა ქვია თავის იმას რა ქვია ხო სხვაშორის ძალიან საინტერესო რა არის ამ ტრაგიკული რატო არის ასეთი არ ვიცი ხო ძალიან ბევრი კითხველი ყავს ამ წიგნს და სულ ფიქრობ რა არის მიზეზი და მე მგონი თავარი მიზეზი მაინც ის არის რომ ბევრი შეკითხვები იყო ამ ამბავთან დაკავშირებით პასუხები არ იყო რა და მაგალითად ესე იგი ბატონო ხო მაგალითად ის რომ ესე იგი მე ესე იგი 1999 წელი იყო ზუსტად ან 98 წლის ბოლო ჩვენ პატრიარქთან ერთად პირველად მოხვდი იმაში ციხეში აი ის ციხე აღარ არსებობს სადაც სიკვდილ მიჯილები იყვნენ მაშინ ორთაჭალში დიახ იქ მოხვდით პირველად და უწუდეს უნდა რომ სიკვდილ მიჯილებთან შესულიყავით აი შევიტანეთ მაშინ ხო გახსოვთ სტოკჰოლმის გამოცემა რომ აი ქართულად იქ რა ქვია საბჭოთა პერიოდში იქ რო გამოს აი ეს რა ქვია სახარება და ისა რა ახალი აღთმა და ესე იგი მაშინ წარმოიდგინეთ რამდენი წელი იყო გასული და ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ის პატიმრები რომელსაც მისჯილი ჰქონდა დახვრეტა ოღონდ 4-5 წელი გასული იყო და საბჭოთა პერიოდში ეს არ ხდებოდა ეს სწრაფად აღსრულება არ ხდებოდა და რატო დიდი ქვეყანა იყო 250 მილიონიანი თუ მეტი არა ზუსტად არ მახსოვს და 15 რესპუბლიკისგან შედგებოდა ყველა რესპუბლიკაში რამდენი საქმე იყო, რამდენი დანაშაული იყო და რამდენი სასამართლო პროცესი იყო. ყველა განაჩენის შემთხვევაში შენ შეგეძლო გეტყვა რომ მე ჩემი რესპუბლიკის და ჩემი რაიონის და ადგილობრივ იმას სასამართლოს არ ვენდობ, იმიტომ რომ თავარი სიმართლე არის მოსკოვში. და ამიტომ მოსკოვმა განმიკითხოს რა წერდი იმას კასაცია იყო. დიახ და აგზავნე.
წარმოგიდგენთ რა ხანგრძლივი პროცესი იყო სანამ ის ძინი განიხილა, იმიტომ მთელი საბჭოთა კავშირის განცხადებები იქ მიდიოდა. ამის გამო იყო სიკვდილ მიჯნები ძალიან დიდხანს ცოცხლობდნენ და აი ხოგები ჩემი თვალით ვნახე მაშინ ესე იგი აი პატრიარქს ვახდით გასული იყო კაი ხანი რა ესე რამდენიმე წელი და ესენი დახვრიტეს ეს იყო დაუჯერებელი მაგით ვარჯო ესენი დახვრიტეს 1980 დიდი მაგრამ 1984 წლის 24 აგვისტოს იყო განაჩენი და 3 ოქტომბერს დახვრიტეს გამოაცხადა ამერიკის ხმა სხვადასხვა ამათ რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს არაფერი არ უთხრეს და ამიტომაც ხონდათ სულ იმედი რომ ცოცხლე ოფიციალური შეტყობინება რომ დახვრიტეს არ მიუღია არავის მაგრამ ეს მოხდა ძალიან სწრაფად ესე რამდენი გამოდის თვენახევარი რა თითქმის რა ნუ ამიტომაც გასაგებია რომ ყველა შემთხვევაში თვითმფრინავის გატაცებია და მის ცდილობაც კი არის განაშაული ყველა ქვეყანაში გინდა საბჭოთა კავშირი იყოს გინდა აყვავებული ისა რა ქვია ნორვეგია სულ ერთი ყველგან არის დანაშაული მაგრამ ხელისუფლება იყო მაშინდელი არაადეკვატური იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება შეცდეს მაგრამ არ შეიძლება რომ სახელმწიფო ასე ექცეოდეს დამნაშავესაც კი მათ თვითონ რა იქ სხვები ბევრი იყო და რა თქმა უნდა მათი ბრალი იყო და რა თქმა უნდა მათ ცდილობას რომ გაეტაცებინა თვითმფრინავი მოყვა ეს სხვები მაგრამ თვითონ პირადად არავინ არ მოუკლავთ ამით ეს იმას ამჟამად პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლებულიყო რასაკვირველია დამნაშავეები იყო და არც ერთი ოჯახის წევრი სხვადასხვა მათი ოჯახის წევრი არ იყო სულ ისინი არ იყვნენ დამნაშავეები მაგრამ არაადეკვატური იყო და არაშესაბამისი მე ასე ვფიქრობ აი დახვრეტა რა ესე ადამიანის მერთის მიერ შექმნილი ადამიანის მარტივად რო თქვა სხვა ადამიანის მიერ მისი სიცოცხლის მოსპობა არის ჩემთვის მიუღებელი და ესა კატეგორიულად მიუღებელი მოკლედ მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ბევრი მიზეზია ამის გამო რატო არის ასეთი ესა პოპულარული ეს წიგნი ნუ შეიძლება თავარი ეგარი რომ პასუხები არ იყო არავინ აქცენტა რა იზოლირებული ჩაკვეტილი ქვეყანა იყო მე ეს მახსოვს რომ ესე იგი მამაჩემმა მითხრა რომ ამერიკის ხმას უსმენდა ხოლმე თან ცუდად ისმოდა აბე არის მო ხო სუში შეიძლება ის რანერად უსმენდა სულ მიგვიდა ბაშურია მახსოვს მამაჩემის ეს კადი რომ ყური ქონდა მიდეოდა აი ესეთი ხმები გამოდიოდა ას უსმენდა და მე რაღაცას მეუბნებოდა მეთქი აი როგორ იგებს იმან ასე წვალობდნენ ხო და მოკლედ ისა მით უმეტეს ახლა ასლოპის დახვრეტა აი საერთოდ ის იყო რა ქვია რომელიც მართლა წინააღმდეგი იყო ეს ხალხი მეგობრობდნენ ამ მამა თეიმურასთან ოღონდ ესე იგი ბოლო პერიოდში აი ბოლო ერთი წელი თითქმის არ კონტაქტობდნენ იმიტომ რომ იცოდნენ რომ ის წინააღმდეგი იყო და ესე კონფლიქტს ერიდებოდნენ მასთან და ხო მოკლედ ის ძალიან გადაუხვიე ეს არის წიგნი ქვია ტიბეტი არ არის შორს ესე იგი ჩვენ ხო ის მაინც მოგზაურობას ვერიდებით ხოლმე ესეთი ხალხი ვართ საუკუნეების მანძილზე ვერიდებოდი ბევრი მიზეზის გამო და ესე იგი ტიბეტის დედაქალაქში მე მგონი ვიყავით პირველი ქართველები ვინც აღმოჩნდით ვიკვლიე ვერავინ ვერ გამოვიკვლიე ვინც მანამდე იყო ნამდვილად ლასა ქვია და ესე იგი ეს არის ბუდისტური ესე იგი ლამაისტური ბუდიზმი ქვია ის ცენტრი და კინოექსპედიციას გავყევი. არის ალბათ ყველაზე მაღალი ქვეყანა იმაში. თეოკრატიული ქვეყანა იყო, სხვათაშორის, ესე იგი, სულ მონასტრული ცხოვრება იყო, სულ თითქმის რა, ესე იგი 90% იყო ბერი ქვეყანაში და მე ჩინელებმა დაიპყრეს და დაარბიეს და 3000 მონასტრიდან დარჩა ძალიან ცოტა და ესა. ხო და ესე იგი, აი ამ ქვეყნის ისტორია. მე შემახსენდებოდა ხევსურეთი, სადაც არ მივდივარ ხო ის მაინც აი ჩემი ესია მოწყობილი რომ სადაც არ უნდა მივდიოდე, ვისაც არ უნდა ველაპარაკებდე, რასაც არ უნდა ვიგებდე და ხედავდი, მაინც სულ ადარებ საქართველოს და ქართველებს. აი არის გამჭირს იქაც აი რომ მივდიოდი, სულ ხევსურეთი მახსენდებოდა. აი ტიბეტი ძალიან გავიდა ხევსურეთს და ნუ ბევრი მიზეზის გამო, ნუ ვისაც გაინტერესებთ, მაღალი ქვეყანა, მოკლედ თუ გაინტერესებთ, თუ ვერ მოხვდებით, წიგნი მაინც წაიკითხეთ და ეს არის წიგნი, ქვია ამერიკული ზღაპრები. აი უпроსებს ემახსოვრებათ რომ ჩვენ ბავშვობაში იყო ყველანაირი ზღაპრები. მე მგონი ნაკადული გამოცემა და ასეთი გამოცემები იყო ბავშვები. აი ყველანაირი აფხაზური ზღაპრები დაწყებული, ვიეტნამურიც კი მახსოვს რომ წაკითხული. ერთ სერია იყო ესეთი რა, გარეკანი ჰქონდათ საერთო და სხვადასხვა ქვეყნის და ხალხების ზღაპრები. ერთადერთი ის ბავშვი რომ ამერიკული არ იყო. მე ვფიქრობდი ალბათ ესეთი ახალგაზრდა ქვეყანაა და პატარა რომ ესე იგი, ანუ წარსული არაა, შეიძლება ზღაპრებიც არ არის. მართლა სულ 200 წლის ქვეყანაა. ხო და იმიტომ ქვია, ნუ ეს იდეა სათაურის აქედან გამიშთა ამერიკული და აღმოჩნდი ესე იგი ვიყავი 2001 წელს, როცა მოხდა ესე იგი ეს ტერორისტული აქტი და ნუ ბუნებრივია, ესეთი ქვეყანაა რა, მეუდარ გუმბაძეს აქვს დაწერილი წიგნი ამერიკაზე, შეიძლება წაგიკითხავთ, ქვია ოდისევსის დაბრუნება. იქ ეგეთი ფრაზა ბავშვობაში წავიდე. ბავშვობაში ხო ძალიან შთამბეჭდავდა ყველა დეტალი და ყველა სიტყვა და
ხო და იქ ეწერა ამერიკა ისეთი უცნაური უბედურება ამერიკის ის არისო რომ ყველას ვინც ამერიკაში ჩადის რომ თავისი აღმოჩენილი გონიაო და გამახსენდა სხვა შორის ისეთი ამერიკა მე ისეთ ამერიკაში მოვხვდი აი ერთ სართულიან შუა შტატებში და ისეთი ასეთი ამერიკა ვერ წარმომედგინე ანუ ჩვენი სტერეოტიპული წარმოდგენებისგან რადიკალურად განსხვავებული იყო ის ამერიკა ხო და ნუ თუ არ ყოფილიყავ და მოხდებით გადახსენდება თუ აი შეიძლება ისეთი ძალიან კონტრასტული დიდი ქვეყანაა და არის ბევრი თავგადასავალი ჩემი თავგადასავალი ის იყო რომ ესე იგი სკოლაში რომ სწავლობდი ერთი გოგო შემიყვარდა ჩემზე ერთი წელი პატარა იყო და უცნაური ამბავი მოხდა იმ გოგოს დედა გათხოვდა ამერიკაზე მამა არ ყავდათ და ეს გოგო წაიყვანეს მე ვიყავი მერვე კლასში ის იყო მეშვიდე კლასში ესე იგი 20 წელს მერე წავედი იმ გოგოს მოსაძებნად ამერიკაში რა ესე იგი უცნაური მაშინ იშვიათობა იყო და ფიქტიური ქორწინება იყო იმიტომ რომ ის ამ კაცი რაღაც იმას ჩამოყვა აქ რაღაც გამოფენას და უცებ ესე იგი რაღაც მოვილაპარაკეს არ ვიცი იმიტომ ასე სწრაფად როგორ შეუყვარდებოდა ერთმანეთი არ ვიცი წაიყვანეს და მოკლედ ეს ჩემი პირველი შეყვარებული წაიყვანეს და 20 წლის მერე წავედი ამ გოგოს მოსაძებნად და მარტო ამაზე არ არის ბევრი ისტორია კიდე ეხლა მაგას რომ მოყვი ვიღაც აიკითხავს ამ წელს მაგითო წიგნებს ეგ რომ მოყვი რაღაც დავიცადე აიკითხე თუ გაინტერესებდა რამ ესე პრობლემა ხო არ არის ხო და ეს არა მაგრამ სხვა ვიყო მოკლედ კიდე ერთი წიგნია ხო რომელი დამჭა ხო ეს არის ბოლო წიგნი ქვია სხვა ამსტერდამი აი ხა გამოვიდა ჩემი ბოლო რომანია და ამ წიგნის ისტორია არის ძალიან ბანალური ესე იგი ბებიაჩემის დამსახურებაა ცხონებულის ესე იგი ბებიაჩემის ბაბუაჩემი დედაჩემის მამა იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და ესე იგი დედაჩემისგან ვიცოდი ვერ მოვესწარი პატარა ვიყავ რომ გარდაიცვალა დედაჩემი ამბობდა რომ ესე იგი საკონცენტრაციო ბანაკში იყო საფრანგეთში და იქიდან გაიქცნენ და აღმოჩნდა ჰოლანდიაში ამსტერდამში შეუერთდა მე პარტიზანებს და ებრძოდა ფაშისტებს ეს იყო დედაჩემის ვერსია და მე რომ დავთავრდი დაიჭირეს მოსკოვში რომ ჩავიდე და გაუშვეს 11 წელიწადში და რაღაც ირტის რაღაც შორეულ აღმოსავლეთ ჯანდაბაში ხო და ესე იგი მე დაბრუნდა 57 წელს რა წარმოიდგინე მაგრამ ჩემი მეუბნება არა რაღაც რეჟიმი ასეც გეუბნება ეგო მაგის ვერსია თუ სინამდვილეშიო ებრძოდაო საბჭოთა ხელისუფლებას და მაგითო დაიჭირესო და ის 11 წელი გააგიდო მე ხარ კითხე ბებიაჩემ პატარა ვიყავ და ჩემი ამასწორებდა მამა ჩემი ისნოდა ვისებზოდა გამოჩენ ბებიაჩემ ვითხარ ეგო 100 კილოს ებრძოდა არ სტანისო მაგასო საყვარელი ყავდა ამსტერდამში რომ მოუკვდებიო არ დამარხოთ მაგის გვერდით მე დავიდა მე რა თქმა უნდა ძალიან პატარა ვიყავ და საყვარელი საერთოდ არ ვიცოდი მაგრამ რომ გავიზარდე და ეს ჯინსების თაობა რომ გამოვიდა რა ქვია ჰოლანდიურად რომ გამოვიდა ჩემ გამოცხოვს კაი გამოცემები შევხვდნენ ძალიან კაი ხალხი და ყოველდღე მაკითხავდნენ რა ქვია დამპატიჟეს იქ სპეციალური წერილების რეზიდენცია იქ გაცხოვრებენ და გეპატიჟებიან და ყოველდღე მაკითხავდნენ რა გავაკეთოთ რით იქცეთ პატიჟი მე ვითხარ ასე ბაბუაჩემი იყო აქ რაღაც საქმეზე მინდა დავადგინო რა საქმეზე იყო და ესე დამიწერეს რეკომენდაცია სახელმწიფო არქივში შემისვეს რომ მენახა ესა ბაბუაჩემის მასალები და ხოჟ მარტო ბაბუაჩემის კი არ მიხე იმდენი ქართველის იმიტომ ბევრი იყო რა მარტო ერთ კუნძულზე აი ტექსელი იქვია ასეთ კუნძული ჰოლანდიაში 800 ქართველი იყო ესე იგი ყოფილი ლეგიონერი რა ეს ჯერ პატიმრები იყვნენ მე გახდნენ ლეგიონერები და მე აჯანყდნენ და ამის ისტორიაც არის ნუ ბევრი ისტორია ხო მარტო ბაბუაჩემის ისტორია არ არის გასაგებია იმიტომ რომ ჰოლანდიაზე გიждდენ აი წარმოიდგინე ნერვები მეშლება ხო ჰოლანდიაში ოჩისა მეშლება ნერვები რომ ესე იგი რაც ტერიტორია აქვს ჰოლანდიას იმის ნახევარი წყალს წაართვეს და ისეთი მოსავალი მოყავთ რომ თელს სოფლიოში მეორე ადგილზე არიან ამარაგებენ ისე შრომობენ ამარაგებენ თელს სოფლიოს პირველზე მექსიკა ოღონდ მიწა არა აქვს წარმოგიდგენთ ხალხს ჩვენ ასეთი მიწა გვაქვს რომ ჭამა შეიძლება პირდაპირ უმოთ მე ნაჭამი მოწყოდაშორის ეს ხაშმის საფერავი დამალევნეს და ესე მიწაზე ვსვამით ვისხეთ აი რო ამ კაცმა ჩაიყარა და დალია მე ვიფიქრე რომ მაინც ხო ეს თბილი ხო სოფლიოში რო იციან ხოლმე რომ თბილისელი მეთქი მხوار რამე ის ხო არა რა ქვია ფანტი მეთქი და მე მეორე თუ ჩაიყარა და კიდე მე ჩავიყარე შენი ისე წაიღო ხო ეს კაი ხაშმის საფერავი არაფერი ეგეთი მიწარო გაქვს და ამ მიწას რო არ მოული ან რა რესურსი ჩვენ გვაქვს და რა შესაძლებლობა არ გამოვიყენე რა თქმა უნდა სულ პრობლემები გვექნება ეხლა ჰოლანდიელებიდან განსხვავებით წარმოგიდგენთ ჩვენზე პატარა ქვეყანა ორჯერ და თელ სოფლიოს ამარაგებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები თელ სოფლიოს ოღონდ არ იფიქროთ რომ ჩვენსა რაღაც შხამთი მიგაყოთ დამორიცხული ეგეთი აი დაუჯერებელი ქვეყანა დაუჯერებელი ხალხია რომ ესე იგი ყველაფერში ასეთი წარმატებულები ჯერ ძრო ხარო უნახე ის წიგნი არ გამომიწია ხე იდეა გამიშტე ხა შემდეგი წიგნი ვარენ ვიტყვი ახლა კივოთ ნახე ჰოლანდიური ძრო ხარ ჩვენი ძრო ხარ პატარები აი რამხელა იცი აი დიდი აეროპორტი და
ჯერ ძალიან ლამაზი მე სულ შამპუნების და იმის ასე რომ ძროხასოულია ესე ადამიანი რა პასეულობა იქნება ამ ქვეყანაში ადამიანი რა პირობებში და დავწერე მე სპეციალურად ისე იმოქმედა ესე სამი ძროხის ამბავი ქვია საბავშვოა რა ქვია ну იგავური უფრო იგავია რა საბავშვო სამი ქართული ძროხა რომ ვეღარ გაუწევს ამ პირობებს კაცო ამ ტალახში და მეუში გორაობა როგორია მთელი ცხოვრება და გაიქცეო საქართველოს სამი ძროხის იმათი თავგადასავალი არა ხო მოკლედ გადაუხვი ეხლა იმასაც ვიტყვი ერთო სიტუაციას დამავალეთ რაც მიგზანეთ ვაშოს ჩვენი დიდი უპირატესობა ალბათ თავარი უპირატესობა რაც არის ბევრ კონფერენციაზე ვარ ნამყოფი და წერლების სუიმართება რაღაც სიმპოზიუმები რა ქვია სემინარები შეხვედრები ყველგან ვარ ყველაზე ამაყი იმიტომ რომ ასეთი უპირატესობა ჩვენ რო გვაქვს ლიტერატურის გული არავის არ აქვს ვერც აი სულ საერთაშორისო ხო ბევრი ქვეყნიდან ჩამოდის ხომ ხალხი ვერც ერთხელ ვერ ნახე ხალხი ვისაც ჩვენზე ძველი ლიტერატურა შეუძლია წარმოადგენს იმიტომ რომ შუმერები აღარ არიან მოგეხსენებათ გაქრენ ისა ძველი ეგვიპტელები აღარ არიან ნუ ძველი ბერძნებიდან რა დარჩა თქვენ თუ ახლა ნამყოფი ნათესაურიღაც მაინც გეყოლება და მოაყოლეთ ერთი რა არის საბერძნეთი ვერაფერ თუ დაიჯერებთ რომ ესე იგი ამ ქვეყანას ახლა რასაც ქვია საბერძნეთი რამე კავშირი შეიძლება გქონდეს იმ ცივილიზაციასთან რომელსაც ჩვენ სწავლობთ პატარაობიდან ხო და მოკლედ იმის თქმა უნდა მე-5 საუკუნეში გქონდეთ ისეთი ლიტერატურული ნაწარმოები ხო გენიალურია შუშანიკის წამება ასეთი მე-5 საუკუნეში ასეთი დონის წერალი ყავდა ასეთი არავის არ აქვს არ არის და რა საკვირველია ჩვენ სკოლაში ახალ ისწავლება ხო ალბათ ხო ჩვეულებრივ როგორც აგიოგრაფიული ნაწარმოები რა საკვირველია აგიოგრაფიული ნაწარმოებია რა საკვირველია ხო იცით ხო გასვით სიუჟეტურად რაც არის მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით მარტო აგიოგრაფიული არ არის აი კლასიკური რომანი რასაც დაეფუძნა მე 19 საუკუნის ევროპაში ისიც არის აი ფაბულა დააკვირდით როგორია რომ სანამ დაიწყება კონფლიქტი რელიგიური ნიადაგით იწყება ოჯახური სამკუთხედი რომ ეს კაცი მიდის ეს ვარსკვლავი და ცოლის გარდა კიდევ ვიღაცას გაიჩენს და ეს ქალი წინააღმდეგი წარმოგიდგენთ ეს მე-5 საუკუნეში საქართველოში ქალი ამის გამპროტესტებელია ანუ თავისუფლებას იცავს ეს ძალიან უცნაური მოვლენაა ლიტერატურაში რა საკვირველია რა ქვია თავარი რასაკვირველია აღმოჩნდა მაინც ის აღსარებულობა და რელიგია ხო უარი თქო რასაგებია რომ იქ მარი პოლიტიკური ნიშნით გადავიდა რასაგებია არაფრის მორწმუნეს ვერაფერ და არ არის ვარსკვლავი აქვს მაგრამ გამოამჟღავნა ისეთი სიმტკიცე ხო შუშანიკმა რომ რასაკვირველია მაშინ ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეა ხო ეს ოფიციალურად სახელმწიფო რელიგია სულ ცოტა ხნის წინააღმდეგ გამოცხადებული ანუ დღემდე არის ხო გინახავთ საქართველოში არის კუთხეები არ დავასაკრებ სადაც ქრისტიანობა დღემდე არ გავრცელებული რაღაც სინთეზია წარმართობის და იმისი რა ქვია ქრისტიანობის დღემდე და მაშინ მე-5 საუკუნეში წარმოგიდგენთ ხო და რასაკვირველია ეკლესიამ ძალიან გონივრულად გამოიყენა ეს ამბავი ამ ეს ისტორია რომ ესე იგი თუ კი ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ცხოვრებისთვის ჩვენი სულიერი მდგომარეობისთვის ეს რელიგია ხო ახალი რელიგია ხო მაშინ ოფიციალურად ისეთი მნიშვნელობისა რომ აგერ ქალი რომელიც ეხლა ხო იმის პიტენიახში იყო წარმოიდგინეთ რა ქვია ერის თავარი ანუ ერთ-ერთი თავარი პოლიტიკური ფიგურა ქვეყანაში ხო ერთ-ერთი დიდი მმართველი მისი მეუღლე არქო ესე ყველა მიწიერ იმას უპირატესობას ფუფუნებას და რა ქვია პრივილეგიას თმობს ქრისტიანობის სანაცვლოდ რასაკვირველია ეს იყო ძალიან დიდი მარტივად ვთქვა თანამედროვე ტერმინი ვიხმარო ძალიან დიდი იერარქი გავრცელებისთვის ქრისტიანობის გავრცელებას ძალიან კარგად გამოიყენეს კიდეც ასეც მოხდა ლიტერატურამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავისთავად ტექსტებიც ხო ჩვენი უძველესი რაც ჩვენ აღმოგვიჩენია ხო რაც ჩვენ აღმოგვიჩენია ეხლა მოვინახულეთ რომ კიდევ ერთხელ თუ მოხდებით აუცილებლად ნახეთ სვანეთში თუ მოხდებით ზაფხულში მესტიის მუზეუმში არის ყველაზე ძველი ესე იგი იქ ვინახავდით ესე იგი ჩვენს ისა უძველეს ოთხთავებს აი ნახეთ საოცრება ესე იგი ხო ეს არ არის შემთხვევით რომ რატო ისიც ხო ლიტერატურა ეს ხო აი გენიალური ტექსტი გარდა იმისა რომ ისა რა ქვია რელიგიური ტექსტია ეს ხო ლიტერატურული ტექსტიც არის ხო ისეთი ლიტერატურული ტექსტია რომ ამისი ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს რომ ჩვენი ქვეყნის ფორმირება მეცაც გეტყვით რომ მე თუ ვკითხავთ ხო მაინც ყველაზე მთავარი ესე იგი რამაც გავლენა იქონია ჩვენი რაობაზე ჩვენს ვინაობაზე როგორც ჩამოყალიბდით ხო ეთნოსი და ნაცია არის მაინც ლიტერატურა ვეფხისტყაოსანიც ამის მაგალითია რომ ვეფხისტყაოსანი არის ესე იგი მთავარი რამაც შექმნა მე თუ ვკითხავთ რა ესე იგი რამაც ჩვენ გაგვაერთიანა იყო ეს პერიოდი იყო დრო როცა ჩვენ როგორც სახელმწიფო არ ვარსებობდით აი არა ნიშნებიც აღარ ქონდა სახელმწიფოს აი სადღაც შეიძლება ყვამლი ამოდიოდა მარტო
დავითიო დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთში გადადიოდა. არაფერი აღარ იყო დასაწყისში და დარჩენილი. ერთადერთი რაც დაგვრჩა საქართველოს იყო ისა რა ქვია ისა ვეფხისტყაოსნის ლიტერატურას გულში რა. ხო და თქვენ რაც მითხარით რომ ესე იგი როლი ჩანს ხო გენერალური ის არის დასაწყისი ვეფხისტყაოსნის თუ აფიქრებთ ხართ მაგაზე რომ აი რამდენი ვიფიქრე ამაზე რომ რა იქნებოდა როგორ იწყება ვეფხისტყაოსანი რომ ესე იგი აწყობილი აქვს საქმე ამ თინათის და ავთანთის ხო აი როგორი აწყობილი ისეთ რომ იდეალური არც ლიტერატურაში არც ცხოვრებაში ასეთი ანალოგი ასეთი თანხვედრა ასეთი წინაპირობა რომ ეს ხალხი იყოს ბედნიერი წყული არ არსებობს და უცებ თინათინი ისა მიდიან სანადიროთ თავის მომავალ რა ქვია მაგას სიმამრი თუ რა ქვია იმისთვის რა ქვია ხო სიმამრი მიდიან და აღმოაჩენენ ადამიანს რომელიც წყლის პირა ზის და გულამოსყნელი ტილის ისეთი პრობლემა აქვს რაღაც ნუ მე გახსოვთ ხო კონფლიქტია და ის კაცი ქრება თინათინი აი ეუნება ასეთ გენიალურ ამას ამ ავთანეთს რომ ესე იგი რამხელა მნიშვნელობა აქვს მართლა ლიტერატურას ფორმირებაში ან პიროვნების როგორც თქვენ ესე იგი კი აი მეც ვიждები შენზე და მიყვარ ხარ და ესე იგი მარადიულია ჩვენი ურთიერთობა ამაზე ვერაფერი ვერ შეცვლის და არაფერი არ დააკვირდა მაგრამ სანამ ის ადამიანი აი რამხელა რამდენი საუკუნით უსწრებთ ევროპულ რენესანსს ევროპული რენესანსი რა იყო რომ დაიწყეს იმის დამკვიდრება მარტივად ვთქვათ აი ყოფით სივრცეში რაც ჰქონდა ქრისტიანობას თავარი ფასეულობარი რაც მოიტანა ქრისტეს მიწიერმა თავარი ფასეულობარი ადამიანი ეს ხდება უფრო მოგვიანებით ჩვენთან ეს უკვე მე-12 საუკუნეში ამას აკეთებს შოთა რუსთაველი ამას ეუნება თინათინის ელი რომ აი ჩვენ ბედნიერებს არაფერი არ ვუდგას მაგრამ სანამ ის ერთი ადამიანი რომელიც ასეთი ის და რომელსაც რაღაც დიდი დარდია სანამ იმის ამბავს არ გავარკვევ ვერაფერი ანუ მეტაშე ვერ ვიქნებ ბედნიერი ეს არის აი იმპერია მე-12 საუკუნეში დაუჯერებელი ვერსად ვერ ნახავთ აი ასე ესე ლიტერატურაში იყოს თავარი ფასეულობა ადამიანი და თვითონ ავდანტილის ფორმირებაც ხო როგორ ხდება რომ თინათინი არის გადამწყვეტი ნუ ხალი განსაკუთრებულ როლს ასრულებს მე მაინც გონია რომ მისი დამსახურებაა რომ ასეთი ტიპის პერსონაჟი ყავს ჩემთვის აი ყველაზე თავარი პერსონაჟი როგორც არის ავთანტი რა იქნებოდა ავთანტი თინათინს რო არ ამოეჩენებინა როგორც ჩემი ცოლი ამბობს ხომ რომ იმ კაცის ამბავი გამიგე რა იქნებოდა დიდი შანსია რომ ასე 40 დღე კი არა 60 დღე ქორწილი დიდი ღიპი რა ქვია ცეროზი ბოლოს რა ქვია ვიძლის გაშლა ყანწები და სადღეგრძელოები და ასე გაატარებული მთელი ცხოვრება რა ქვია მთელი წუთი სოფელი ფუჭა ესე იგი ამ ქალის გამო ესე იგი იმ 3 წელი და 3 თვე მოანდომა იმ კაცის სამბის გარკვევას ამოვიდგინეთ ანუ ყველაზე მაგარი ლიტერატურული ძეგლი სამწუხაროდ ჩვენ რას ვერ ვახერხებთ იცით რომ ჩვენ ხო არ ვკითხავთ და არ ვკითხავთ იმას ვერ ვახერხებთ რომ ჩვენ წავიკითხოთ ეხლა სხვებს როგორ წავაკითხოთ თორე დარწმუნებული ვარ თელმა მსოფლიო ვიცოდეს რა არის ვეფხისტყაოსანი აი ისეთივე მოვლენა იქნებოდა როგორც შექსპირი როგორც სერვანტესი როგორც დანტე აბსოლუტურად დარწმუნებული ჩემთვის სხვადასხვა მიფიქრე მაგაზე იმიტომ კი არა ხა ვიწოდა ფსევდოპატრიოტული დამოკიდებულება არა მე არაფრის მიმართ არც ლიტერატურის არაფრის მიმართ არა აი ვცდილობ რომ ობიექტური ეს არის ძალიან დიდი ღირებულების ნაწარმოები ძალიან დიდი ღირებულების უბრალოდ ვერ მოვახერხეთ ჩვენს ხო არასწორად ვიღებით ხო პატარაობიდან არასწორად გვაწვდით ვეფხისტყაოსანს რომ გვასწავლდნენ იმას სახში მასწავლდნენ მე რომ ვერ ვიგებდი იქ რა ეწერა ადამიანი ესეა ბავშვი როცა რაღაცას კტერიან მithume საზეპირებს ხო გვაძლევდნენ ხოლმე რომ გაზეპირებენ იმას რაც შენ ვერ იგებ რასაც ვერ იგებ და არ გესმის შენ მარტო მასწავლებელი კი არ არის შოთა რუსთაველი ისა რა ქვია დირექტორი სასწავლო ნაწილი ყველა ბიჭი დედა მამა იმიტომ რომ ძალიან ძნელია რომ არ გესმოდეს იქ რა წელი მე მყავდა კლასელი რომელსაც ვეფხისტყაოსანი გადაკეცილი ჰქონდა სადაც ეწერა სიტყვა ბოზი და გადაშენდა ხოლმე ჩახედავდა დაწნარდებოდა რომ ხუარავინ ამოშალა და მე მივხვდი რა მოვლენა იყო რომ ეს ბოზი იყო ერთადერთი სიტყვა რომელსაც იგებდა დაჭერ რა არაფერი არ ისმო ვაშო ვეფხისტყაოსანი რა გენიალური ნაწარმოებია ეს რომ საუკუნეების მანძილზე ხო რა თავა და სავალი ქონდა რომ ესე იმენად სახალხო იყო რომ ადამიანები რომლებიც კითხულობდნენ თuliდნენ რომ ეს ვიღაც კონკრეტული ადამიანის დაწერილი კი არა თან შოთა რუსთაველი ხო არაფერი არ ვიცი ნუ თითქმის არაფერი რომ ვიღაც კონკრეტული კი ყველასია ანუ კუთვნილებით ხო ყველასია მეც მეკუთვნის მაგრამ ავტორობაც ყველასია ამიტომ არ თქვენ თუ გინახავთ რო ნახოთ ხელნაწერები ვეფხისტყაოსნის ყველაზე ძველი რო ნახოთ გვერდებზე სულ ჩამატებული აქვს სტროფები ვინც კითხულობდა თავის სტროფს მიამატებდა ნუ თuliთა რომ მოსულა
ხო და რო ჩამოიყვანეს ჩვენი პირველი სტამბა ვახტანგ მე-6-ემ გამართა თბილისში, იცით ალბათ 1709 წელს დაბეჭდეს დავითნი, 1712 წელს პირველი ვეფხისტყაოსანი. ეს კაცი ვინც ჩამოიყვანეს, მესტამბე კაცი იყო, ლახელი, იმით რა ქვია, ანთიმოზ ივერიელის დამსახურება იყო, ესე იგი სტამბის ამწყობი ხო საირავნა ყოლოდა, ჩამოიყვანეს ეს კაცი. და ამ კაცმა უთხრეს, აი ჩვენ გვაქვს ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი, ანუ ამაზე ვიზდებით რა, ყველა დედა უკითხავს იმას რა ქვია, შვილს ვეფხისტყაოს. ხო და ეს არის თავარი ჩვენი წიგნი, ეს უნდა დავბეჭდოთ. იმიტომ რა თქმა უნდა მოითხოვა ხელნაწერი. რო ჩვენს ხელნაწერი ხო დააკვირდა, რო ესე იგი ყველა გვერდზე არის აჭრელებული, ყველა სადაც მიმატება. ადგა თვითონაც მიამატა. ის რომ ნახოთ, ესე იგი 1712 მიხაილ ლახელი თავისი მიამატა. ისე გაბრაზდა ვახტანგი, ანუ ამას გადააყოლეს, გააგდეს აქედან რა, ჩემი ვერსია იგი რომ მაგას გადააყოლეს, იმიტომ ვერ მიხვდა რას, რომ ის კაცო ის ქართველების არის ის წიგნი, ეხლა შენ მოხვიდე იქ და რუმინეთია თუ რა ქვია, ლახეთი და შენც მიაწარო და დაგვიჭრაბო უფრო და ეგრე არ გამოვა. იმას არაპატის თორე ყველა ქართველს არავისთვის არავინ არ დაუჯდეთ ყოველ შემთხვევაში ეგეთი რამე ასად არ არის დაფიქსირებული. იმას არაპატის. ძალიან საერთოდ ის რა ქვია იცით შოთა გაგარინი ასეთ პოეტი როა დიღმელაშვილია გაგარინი არის ფსევდონიმი. იცით ეგ? ხო, შოთა გაგარინი. ხო და ამ შოთა გაგარინმა გააპროტესტა ესა რა ქვია მას აეროპორტის გზაზე რომელი ხარ ბუშის ის არის სახელობის ქუჩა თუ გინახავ დიდი ფოტო ეხა არ ვიცი არის თუ შეიძლება ეხაცა და ბუშის ქუჩა ესე იგი ამ თუ მაინც ამერიკელების გინდა 100 ამონო რაღა ამ კრეტინი ბუშის სახელი დააქვეს არ ვიცი იმიტომ რომ იმდენი კარგი ადამიანია ამერიკის ისტორიაში გერმანულ ლიტერატურაში რამდენი წერალი ყავთ ისე დაერქნენ კაცო დევილი ბუშის სახელი მე ამერიკაში ხო იცი სადაც მოხდეთ პირველი ასე ზოგადად წიგნის მაღაზიაში შევდივარ მოვლილი მაქვს იმდენი წიგნის მაღაზია ამერიკაში აი თვითონ რომ პრეზიდენტი იყო ბუში ესე იგი აი რა წიგნები მინახავს ხო იმის 70% იყო იმაზე რა იდიოტია ბუში წარმოგიდგენია იმის სახელი დააქვეს აქ ხო და მივიდა ეს გაგარინი და კიდე რამდენიმე ადამიანი იყო და გააპროტესტეს იქ დადგნენ და რაღაცა შეასხეს თუ აღარ მიცავს რა დეტალი და ხო გააშუქეს და მიდიოდა ამერიკაში ამერიკის ვიზა ქონდა ჩართული და ეთქობა ამერიკელებს ნახეს აქ ეს სიუჟეტი რა რომ კაცმა გააპროტესტა ბუშს საღებავში ეს და უთისა დაურეკეს რომ მობზანდით თუ საქმე გქონდა პასპორტი მოიტანეთ მიიტანა პასპორტი ამოუხიეს ვიზა უპრეცედენტო ამბავი მოხდა ხო და გაგარინი აი სულ ფიქრობდა რომ შეგი რა ასეთი დემოკრატიული ქვეყანა და ვიზა როგორ ამომიხეს და ვერ მიხვდა რას რომ ბუში რამდენი წიგნია ლანძღეთ ამ ამერიკელი ხარ ხო გეუბნები მე მაგ ნახე რამდენი წიგნიც აი ტონობით რომ რა იდიოტია ბუშმა შენ სხვა ქვეყნის მოქალაქე რომ ლანძღავ იმას არ გაპატიებენ რომ თავისი ლანძღე არ მეის აი ესე წარმოგიდგენთ ჯობია ჩაყოლი ვიზა მეორე ეს მიდიოდა და ები რაღაც მაინც მიფრინა ამერიკაში ვიზა აგენა მივარ გავლანძღავ და გავფრინდები ამოუხის ასე იგი მოდ ეგრე დაემართა მიხაილ ლახეთს გადაუხია მოკლედ ძალიან ბევრი ისა რა ქვია რა მირჩევნია იცით რომ მე მირჩევნია რომ არ დაგღალოთ შეიძლება ისეთ რამებზე ვილაპარაკო რა თქვენ სულ არ იყოს საინტერესო და ყველა უნდა გაგაწვალოთ ხო და თუ გინდათ ასე გავაკეთოთ თქვენ მითხარით თქვენთვის რა არის საინტერესო და იმაზე ვილაპარაკოთ ან თუ რამე გაინტერესებთ რომ გკითხოთ რომ არ დაგღალოთ ბატონო არა არ გიჩვენოთ ესე დიახ მე წყალს დავე ამასობაში დიახ საინტერესოს რომ გასაგები დაკავშირებით თვითონ ვეფხისტყაოსანი? იცით რა, თქვენ თუ ეს განაცხადეთ, მე ვკითხულობდი კურსს, უცნობი ვეფხისტყაოსანი, ასე ერქვა, ესე იგი ლექციების კურსს ვკითხულობდი ჯიპასში, უნივერსიტეტი როა, კწანიშია თუ ორთაჭამში სად არის? აი იქ ვკითხულობდი. შეიძლება კიდე წავიკითხო, თუ ასე გაინტერესებთ, მეც მაგრამ მაინტერესებს. მე ვგიჟდები, აი მაქვს ვეფხისტყაოსანი, რა ქვია, 66 წელს გამოცემული. შეიძლება გინახავთ. ლადო გუდიაშვილის ილუსტრაციები, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ არ ძალიან დიდი ხა დიდ ხო ვერ ვატარებ გზაში და ქართველებს ხო ის მიწა დაქონდათ ხოლმე და ფეხსაცმელებში ეტარათ ხო ის ეგ ისტორია ემიგრაციაში რომ მიდიოდნენ მიწას ჩაიყრნენ ხოლმე და ესე დადიოდნენ. ანუ საფრანგეთში რომ თავს იტყუებდნენ რომ ქართულ მიწაზე ედგათ ფეხები. ეხლა მიწას ვერ წავიდებ რომ მივიდო, იმიტომ რომ დედა ჩემი მეგრელია, მამა ჩემი ქართველი, ბებია ჩემი გურული. ამდენი მიწა ეხა რა ფეხსაცმელი გაუზრდებს. იმიტომ დედა ჩემს ეწყინებ ხა მარტო ქართლის მიწა რო წავიღოთ. რა ვქნა ასეთი მრავალფეროვანი ქვეყანა მოგდა გენიალური. ხო და დამაყრობე ვეფხისტყაოსანი, მიწის, ყველაფრის ნახო დამაყრობე ვეფხისტყაოსანი. აი ეს მაგარი გამოცემა. თან ძალიან პატარაც არ არის, ანუ თვალებს არ გაგკეთეთ რა ისების რომის სულ კითხულობ თვითფრინავში და ნუ გარდა იმისა სულ კითხულობ. რატო დამაკრო ისა რო ვეფხისტყაოსანი ხო აი ხო იცით რომ რამდენჯერ დაწვეს და ვერაფერი, მაინც მოახწია ჩვენამდე. იცით ხო ეს ისტორია, წავდნენ, მაგრამ კაი წიგნი არ იწება. ხო და შემწოს უთხარი ერთხელ, მე ვუთხარი ვეფხისტყაოსანი, რას დაგაკეთე ეს რამდენჯერ უნდა წაიკითხო. მე ვუთხარი აი თქვა ჩამოვარდა თვითფრინავი.
და აიჩენო რომ ფერფლი სად არის, ქმრის ფერფლი და ქმრის. ნუ თქვა, აი ვეფხისტყაოსანი, მე კი დავუწევო, ვეფხისტყაოსანი ხო გადარჩენა. მოხვალ სადაც ნახა, ვეფხისტყაოსანი იქვე ვარ და შეიძლება. მოხიგე და წამოიღე რა უნდა. ხოდა სხვადასხვა აი რამდენჯერ მაგ წაკითხული და რამჭირს აი რა უცნაური რამე ჭირს და აი დააკვირდით თქვენც რამდენჯერაც არ წავიკითხავ სულ უცებ აღმოვაჩინე ისეთ რამეს რომ ვერაფრით ვერ ხვდები რომ წინა წაკითხვაზე როგორ ვერ შევამჩნიე ანუ როგორ ვერ დავინახე აი ხო იმივე წიგნში წერია ეს ხო სხვა წიგნი არა ერთი და იგივე გამოცემა და მაგ თან სხვა ის რო იყო სხვა რედაქცია კიდე ხო იფიქრებდი რომ იქ არ იყო და იქ არის და აქ არ არის მაგრამ ერთი და იგივეში აი გიჟდები ანუ ეს რო არ თავდება ეს აღმოჩენა ამ ვეფხისტყაოსანს ეს არის გასაოცარი და თქვენ თუ ასე დაინტერესებთ შეიძლება წავიკითხო კიდე ეს ლექცია ძალიან კი აინტერესებდა სტუდენტებს იმიტომ რომ აღმოვაჩინე იმ სტუდენტებს ვეფხისტყაოსანი აი როგორც ჩემ კლასზე ასე ბოზირო იყო ასე ხოდა ჩანიშნული არა მოვდეთ თორე შევატე აბა რა გახსოვთ მეთქი და მარტო ისახსოვდა მეტი არაფერი ამიტომ მომიწია თავიდან ესე იგი ამის ესე იგი ამ ფენომენზე რომ მართლა რა არის ეს ვეფხისტყაოსანი ესე იგი რა საჩუქარი გვაქვს ასეთიო რა უპირატესობა და ხო ის ბევრი უპირატესობა გვაქვს მაგრამ ნუ ერთ-ერთი ნამდვილად ვეფხისტყაოსანია უბრალოდ ამიტომ არ მომხრე რომ ესე იგი პოეზიის თარგმნა ისეთი პოეზია თან ხო ეს ვისაც გიყვართ პოეზია და წაკითხულება თქო შეუძლებელია ასეთივე დონის თარგმანი რო არსებობს ეს არის შეუძლებელი მე ასე მგონი იმიტომ რომ ასეთივე დონის თარგმანი რო გააკეთოს ადამიანმა თვითონაც ძალიან მაგარი პოეტი უნდა იყოს და რუსთაველის არის პოეტი სადმომძებნოთ რომელიმე ენაზე ხო გესმის ძალიან რთული ამიტომ ვფიქრობ ხოლმე რომ იქნება აკადემიური გამოცემა იყოს რომ თუ მუსიკას და პოეზიას ვერ მივაწვდით სხვა ხალხს რომ ამ აზროვნება მაინც ესე იგი როგორც მოაზროვნა ისე მაინც გავაცნოთ რუსთავად დანარჩენ მსოფლიოს მე მგონია რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება რა ხო ის ჩინეთი ითვლებოდა და თითქმის ველურქე ხო ის ისტორია მას შემდეგ რაც დანარჩენ მსოფლიომ აღმოაჩინა კონფუცი და დაიწყო მისი გაცნობა აღმოაჩინა ეს რადიკალურად შეიცვალა რა მეც ასე მგონია რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა ჩვენ სხვა ხალხი გავხდებით თუ დანარჩენ მსოფლიომ წაიკითხა ვეფხისტყაოსანი ანუ ჩვენი ეს დიდი საჩუქარი სხვების საჩუქარის თუ გახდა ნუ ამჯერად ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ და ბოდიში მითხარი დიახ ანუ კულტურის გავლენა როგორც იყო ჩვენი ადამიანის ფორმირება როგორც არის კულტურის გავლენა ადამიანის ფორმირება დიახ იცით რა მე ვფიქრობ რომ მე მგონი რომ ეს ურთიერთგავლენაა ხო აი თვითონ კულტურის შექმნის პროცესიც ხო როგორ ხდება ადამიანები ჩვენი კულტურა რა არის აი დააკვირდით ჩვენი განსხვავებული კულტურა რა არის ჩვენ სხვა ტერმინებს ხარ ახალ ტერმინებს ხო ჩვენი კულტურის შეიძლება მიუჩვევენ მაგალითად დემოკრატიას ხო და ცოტა გვეხამუშება ჩვენ გონია რომ ეს არის ახალი და რაღაც უცხო არა ჩვენი სინამდვილეში ხო პირიქით არის ჩვენი კულტურა რაზე მეტყველებს რომ ყველაზე დემოკრატიული ესა ისტორია გვაქვს აიღეთ ჩვენი მუსიკალური კულტურა ესე ასეთი საგანძური ხო არ არსებობს აი დედამიწაზე ცოტათი ესე იგი ანალოგიური არის კორსიკული მაგალითად შეიძლება მოგისმენიათ ხო თუ არა შეიძლება მოისმენოთ ესე იგი ხო ძალიან საინტერესო ფენომენია რომ ჩვენსავით არავინ არ მღერის ჩვენს რეგიონში არავინ არც ერთი მეზობელი ხალხი ჩვენსავით არ მღერის რატო როგორ გონიათ ანუ ხო ყველა შემთხვევაში არის გავლენა ერთმანეთის კულტურაზე, ენობრივ სივრცეზე, ენაში, ჩვენს ლექსიკაში, აი როგორ გონიათ, რამდენი პროცენტია ქართულენში არაქართული სიტყვა, აი როგორ გონიათ? აი რამდენი პროცენტი გონიათ? აი რამდენი გონიათ? მითქვა 70%. წარმოგიდგენთ, ესე იგი რა გავლენა შეიძლება ქონდეს, ესე იგი ერთ ენობრივ სივრცეზე მეზობელი ან თქვათ აგრესიული ან ასე შემდეგ. ნუ ვისთანაც ურთიერთობ ყველა ენობრივი ფაქტორი მუშაობს, რა შენ გინდა არ გინდა ესე ხდება რა. ძნელი ამას ვერ ვერიდით რა. ხო ფაქტი ეხლა კიდე რამდენი სიტყვა გვემატება რა, ხო თანამედროვე კიდე რამდენი სიტყვა შევიძინეთ კიდე ხო, აი ინგლისურში მაგალითად ყოველდღიურად 1000 სიტყვას ოფიციალურად აფიქსირებენ, 1000 სიტყვა ემატება ინგლისურენს ყოველდღე. ისე ოფიციალურად აფიქსირებენ, რომ 1000 სიტყვა წარმოგიდგენთ. ხო და ისეთ გამოვიდა, ენაში თუ ასეთი გავლენა მუსიკალურ კულტურას რატო არ აქვს? ჩვენ უნიკალურ პოლიფონიურ სიმღერებს ზოგს ხო იცით 40 საუკუნის ისტორია, ზოგი 30 საუკუნის. არც ერთი მეზობელი ჩვენსავით არ მღერის და მხერია კორსიკელები. ხო მოგისმენთ? რო ნახოთ, აი რო ერთი შეხედეთ, აი რო არ დააკვირდეთ გამომეტყვის სახეზე. ხო ის მაინც ადვილია ქართული ზამოცნობა. გეგონებათ რომ ქართულად მღერი. ეს საკი თემაა, იმიტომ რომ ერთი და იგივე ცივილიზაციის ჩამომავლები ვართ, რა, ჩვენ და კორსიკელები, სარდინიელები, კატალონიაში ისეთი ცეკვა მარტო თუშებს აქვს ის ცეკვა. ხო და საიდან კაცო ჩვენერად არავინ არ ცეკვავს, არც ერთი მეზობელი ხალხი.
არჩენ არ ვღერით, არჩენოთ ისე როგორც ჩვენი მეზობლები. რანაირად სხვაგან არის ჩვენი ათესავი და იმიტომ ამაში საქმე. ის იბერიული ცივილიზაცია იყო, აი ხმელთაშუა ზღვის აუზის, იმიტომ. მაგრამ თავისთავად ეს პოლიფონია, ხო, თქვენ რასაც მეკითხებით. წარმოგიდგენთ 7 განსხვავებული ხმა და კონტრაპუნქტში არის ესეთი ჰარმონია, რომ სტრავინსკის რომ მოასმენეს, აი ვერ ვერეჯერებდა, ხო ის, აი წარმოგიდგენთ ამ ხელა მუსიკას, ვერ ვერეჯერებდა, რომ ეს შეიძლება იყოს რაღაცა ხალხის კულტურის ნაწილი. ვერაფერ. ეგონა რომ ეს რაღაცა ის არის, რა ქვია, ხელოვნურად შექმნილი, რაღაც ისა ჩანაწერი, მიაბეს, მოაბეს, რომ ასე შეიძლება 7 განსხვავებულ ხმაზე მღეროდეს რომელიმე ხალხი. მაგრამ ეს ხო მარტო მაგაზე, ხო ნამდვილად ამაზე მეტყველს. ჩვენ ასეთი თავისუფალი ხალხი ვიყავით, რომ შეგვეძლო სრულიად იმ განსხვავებულ ადამიანებს ერთ სივრცეში, ერთ სამყაროში თან არსებობა კი არა, სიმღერაც კი. ეს გურულში ხო საერთოდ ის არის კლასიკა, ხო? გურული ხო მოგისმენთ. ეს გურული მართლა ხო დაუჯერებელი ამბავია, რომ როგორ შეიძლება ეს ხალხი მღეროდეს 7 ხმას. დაუჯერებელი ამბავია, აი გვერდზე რო კაცი ხო მოუმზადებელი ყურს აი შოკია რა. მაგრამ ესია რა, ის კულტურა ხო ჩვენზეც მოქმედებს. მე აი მეცაც გეტყვი. ამას წინ წავიკითხე ხადაროვსკი კი არა, ის რო ყავდა პუტინის პატიმარი რო იყო. ხადარკოვსკი 10 წელი იყო ციხეში, 10 წელი თუ არ ვწდები ან 9. ნუ დიდხანს ისდა. მე ვიფიქრე რომ მე ასე მგონია რომ 10 წელი არის დიდი დრო ადამიანი იფიქროს და უფრო წვიანი გამოვიდეს ციხიდან. ისეთი სისულელი თქვა, უცებ ასეთი ინტერვიუ იყო იმაზე CNN-ზე და ახლა რა მეთქვა რომ რა მაგარი ქვეყანაა რუსეთიო, მიდიხარო და არაფერი არ იცვლება 1000-ობით კილომეტრი. ეს დებილი ესა. მე ერთი მეტრო სამშობლო მაქვს და მეზობელს ისეთი მდიდარი ვარ რომ მეზობელ ქვიმაში რომ გადავა, ის კი არა გურიდან იმერეთში რომ გადავა. მეზობელ სოფელში რომ გადავა, სხვა სამზარეულო აქვს, სხვა დიალექტი აქვს. ისა სხვა კულტურა აქვს, სხვა წესე, ეს ხო აი საოცარი სიმდიდრეა. ეგეთი რამე არ არსებობს, აი უკაზე დახედეთ ამ ერთი მეტრო საქართველოში, ამდენი სიმდიდრე. ასეთი განსხვავებულები როგორ შეიძლება თან არსებობდეს ამდენი საუკუნე. ამას ხო აი ადამიანი ვერ ხსნის. იმას გონია რომ ის არის სიმდიდრე, რომ მარტო ხო ეგრე რუსეთში 1000 კილომეტრს არაფერი არ იცოდა, არც ლანდშაფტი, არც ადამიანი, არც კულტურა, არაფერი, არც ფლორა, არც ფაუნა. ჩვენთან ერთი მეტრო ქვეყანა უდაბნოც გვაქვს. ისა თოვლიანი მწვანეები, მარად მწვანეც და სუბტროპიკული. ეს ხო აი დაუჯ, ეს ხო ნამდვილი საჩუქარია. ის ლეგენდარული უცხოელებს რომ უნებიან ხოლმე, რომ დავაგვიანეთო იმაზე. პენკის ფრაზეო. და ღმერთო თავისთვის ქონდა 60 და მე მოგცა ჩვენო. ხო ის ამას უყვებიან დიდები რა უცხოელებს. ესე იგი, რო უყვით რა ლამაზიაო საქართველოს, ესო იმიტომ რომ ესო თავისი საისო ჩვენ დაგვითმოდა. რო და რამდენჯერ მიფიქრია მაგაზე და ხო მართლა აი ხო ძალიან საჩუქარია. ეხა იმ კეჭის ხაზზე იმას მე არ დავსწრები, მაგრამ ხო ფაქტია რომ მაგარი საჩუქარია. ხო ძალიან მაგარი რამე. ეგეთი აი რამდენ ქვეყანაში ვარ, ნამყოფ, ესე იგი, რამდენი იმაზე მიფიქრებ. ეს ამას რა ახსნა აქ მე არ ვიცი. აი თქვენ რომ მეკითხავთ, კულტურა რა არის? ხო ესე წარმოგიდგენთ რა მრავალფეროვანი. ეხა უშგულიდან იმამდე რა ქვია. ისა კახეთამდე რა, ესე იგი, რამდენი ისა განსხვავებული ხმა გვაქვს რა, მაგრამ ერთი ქვეყანა ვართ რა, ერთი ბეწო და ხო არ ვიცი, მე მგონია რომ დიდი მე ზოგჯერ რა არის, რომ მეჩვენება რომ ვერ ხვდებით სად არის ჩვენი სიმდიდრე და სად არის უპირატესობა და პირიქით ცოტა გვეშინია ხო, შემიმჩნევია რომ ცოტა გვეშინია ხო ამის და ისა რა ქვია, ხო გესმით რომ აი მეგრელს თავისი ენა აქვს და იმას რა ქვია, სვანს რა არის საშიში ამაში პირიქით, მე მგონია რომ ეს ძალიან დიდი სიმდიდრეა. რო ესე იგი, მე მარტო მეწო ქვეყანაში ამდენი ისა, სამი მარტო დამწერლობა გვაქვს რა ის უნდა გვეშინოს. ჩემთვის ეს გაუგებარია რომ აი ასეთი კულტურის, ასეთი წარსულის, ასეთი ისა ისტორიის ხალხს რისი უნდა მეშინოდეს. მე აი ვერაფერ ვერ ხვდები. მაგრამ კიდე თქვენზე აი ახლა შეიძლება გონი ყოფა. იცით რა არის? მე გეტყვით, იცით რა არის რომ კი მესმის მეც ხშირად მომისმენია რომ აი სულ მომისმენია ხშირად ზოგჯერ ცოტა პანიკური შიშიც რომ აი დასავლეთი ევროპა და ამერიკა ეს ინტეგრაციები გვიბიძგებს, გვაიძულებს რომ დავკარგოთ ტრადიციები მაგალითად ასეთი რამე მომისმენია. ხო მოგისმენია თქვენს? ხო და ხო არა ტრადიციები მაგალითად მე ყველაზე ხშირად ეს მომისმენია. ანუ სულ აინტერესებს რა იგულისხმება, იმიტომ რომ ტრადიცია ასე აპრიორულად არ ნიშნავს მხოლოდ პოზიტიურს და კარგს, იმიტომ რომ ტრადიცია შეიძლება ცუდი იყოს, ასეთი ბევრი ტრადიცია ხონდა. აგერ ილია ჭავჭავაძე ხო იცით რა ტრადიცია აგზავნოთ? შეიძლება გახსოვთ საკითხული გაქვთ რომ ქართული უძველესი ტრადიცია იყო. ქალაქში რომ შედიოდა ქართველი, კენჭს ყლაპავდა. იგივე უწერია ხო გახსოვთ რომ ჩამოვიდა თბილისში გადააყლაპეს კენჭი და ეხლა რამდენი დიღომს მოვადგენია კახინდელი ხვალ გადაყლა. უჭი რა დღეში მე მიხვდა რომ ეს იყო ცუდი ტრადიცია. და თქვა რომ ხალხო ნუღარ გადავყლაპავთ ქვებს, ჭამოთ აგერ კაი ღომი იქნება თუ რაც იქნება. არ გვინდა ეს კვების ჭამა. და დავყარგეთ ეს მრავალსაუკუნეური უძველესი ტრადიცია. მიხვდა ეს ხალხი რომ არ იყო კაი ტრადიცია.
ტრადიცია მხოლოდ მაშინ არის აუცილებლად შესანარჩუნებელი, თუ ის ლოგიკურია და თუ ის პოზიტიურია, ის გასაგებია და შეიცავს იმას, თუ ერთად ამბობთ, რა ქვია, ჩვენი კულტურის ისეთ ელემენტებს, რომელიც თავარი ფასეულობა და თავარი ღირებულება, მეც მაგის მომხრება. მაგიტო არ მეშინია, ჩვენ თუ ჭკვიანი ხალხი ვართ და გონიერი, ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს შევინარჩუნებთ, რაც დღემდე მოვიტანეთ და უნდა შევინარჩუნოთ კიდეც, იმიტომ რომ ამ დანარჩენი კაცობრიობისთვის მხოლოდ მაშინ ვიქნებით ღირებული, თუ ჩვენ ვიქნებით მათგან განსხვავებული. მხოლოდ მაშინ ვიქნებით საინტერესო ყველაფერს დავიდავთ, თუ ჩვენ შევინარჩუნებთ იმას, რაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა საქართველოს. კულტურულად, სულიერად, ლიტერატურულად და ასე შემდეგ. ხო გესმით რას? ეს ვიცი, აი დანამდვილებით ვიცი რა. რამდენი გამომცემელი ყავს. ზუსტად ის საინტერესოს ქართული ამბავი რა არის. ადრე პირიქით მეგონა პატარა რო ვიყავი, რომ ხო გესმით რა, ფიქრობდი რომ მოდი ისეთი რამე დავწერო, რომ თელ მსოფლიოსთვის გასაგები და საინტერესო და მისაღები. სიამოვნებაში პირიქით არის. იმისთვის საინტერესო და მისაღები მაშინ ხარ, თუ შენ ქართულ ამბავს წერ. ხო გესმით რა ვთქვა, თორე ინგლისურ და ამერიკულ ამბავს დაწერე, სავსე ყავთ წერილები, ტონა წერილები ყავთ, თავისი ამბების ისა, ხო გესმით რა ვთქვა. ამ შემთხვევაში ვიქნებით მხოლოდ საინტერესო. ამიტომ ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ რასაც გადავწყვეტ რომ არის მნიშვნელოვანი, აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ეხლა რაც არ არის კარგი, ეხლა ისე რომ დაყავეთ ხოლმე, აი ტრადიცია იყო, აბანოში ქალები რომ დაყავეთ ხოლმე, დედამთილია თუ რა ქვია იმას, დაქალები მოყავდა, დასხმევენ და გეგონა პოდიუმი იყო, სარძლოები დაყავდათ. რომ ხალი ხო არ აქვს ზედმეტი და წარმოვიდგინე რა სამოცნო ტრადიცია იყო. მე რაღაცა თქო სირცხულია ხალხო, დებილები ხო არ აქვს, გაქრა ის ტრადიცია. და პირიქით კარგი რაც არის, ვეფხისტყაოსანი რამდენჯერ ვახსენე. გიჟდები ამ ტრადიციაზე, მზითებში რო აყოლებენ ისა რა ქვია. შულებს, აი გიჟდები. არაფერი არ მაქვს, ჩემი სამი გოგო მყავს, სამივე ბავშვებიდან გაფრთხილებული ყავს. ვეფხისტყაოსანი რამდენი ძინა, არაფერი არ მაქვს. წაიგეთ. ხოდა ის რაც ღირებულია, კი, მე მაგაში გეთანხმებით რა, ჩვენ სხვა დანარჩენ მსოფლიოშიც ესია, აი მართლა ესია, აი პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ჩვენ საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში ვართ, სანამ ვართ ქართველები და საქართველო რა. როგორც კი ჩვენ გავხდებით ესე როგორც კი დავყარდათ ჩვენს თვითყოფადობას, ჩვენს განსხვავებულობას, რასაკვირველია თუ ავიზილებით მარტივად ვთქვათ, არ ვიქნებით საინტერესო, არ ვიქნებით ბუნებრივი. ხო და რა ვიცი, მე არ ყოველ შემთხვევაში მე არ მაქვს რა, მე მგონია რომ მე არ მომწონს ეს პანიკური შიში. ხო და ჩემთვის არის მიუღებელი, არ ვიცი, როდის გადაუხვე ძალიან გამიგზავნა. მე მგონი დადღალეთ უკვე, მითხარით აბა თუ ძალიან არ დაფეხბურთი ხო არ დაიწყო, რამე იმას არ მოვწყვიტოთ. მნიშვნელობას. მოგისმინა ლევან ბერძენიშვილის ლექცია მკითხველთან დაკავშირებით და მისი აზრით ხალხურ ნაწარმოებს დადებითი გავლენა ნაკლებად აქვს და ნაკლებად ზრდის ადამიანს და ნაკლებად არ კეთილშობილებს. ლევან ბერძენიშვილი. აბა ცნობილი 20,000 წიგნის არ ვიცი ეს სტალინის მომენტი რომ 20,000 წიგნი წაიკითხა რატო არ გაკეთილშობილა და 20 წელია გვეუბნებიან რომ ვიპარავთ და რაღაც ესე დასკვნა გამოიტანა რომ კი არ გაკეთილშობილებს უბრალოდ თითქოს რაღაც ჩარჩოებში ვსვავს პირიქით. ჩემთვის რაღაც ცოტა შოკი იყო მართლა თქვენი არ იყოს ესეთი ჭკვიანი განათლება მაშინ ის გამიიღე ხო ეს გამოცდილება თუნდაც რაღაც თქვენი აზრით როგორ არის ეს ჩემი აზრით გასაგებია რომ ბერძნებს მანაერად ხამბო. მე არ ვიცი აუცილებელი პირობა არ არის რომ საკითხში არ ცვლის ლექცია მომისმენია რომ ხალხი არ ცვლის თუნდაც ეს YouTube-ზე უსმინა არ ეკეთებოდა ესეთი მაშინ არა თუ სტალინი როგორც გამონაკლეს ისე თქვა. არა სტალინი მაგ შემთხვევაში იყო მანიაკალური გამონაკლისი, იმიტომ რომ 12 ჯერ ქონდა ნანახი დანამდვილებით ვიცი ტურბინების დღე ასეთი პიესა დაწერა ბულგაკოვმა 12 ჯერ ერთი და ისე 12 ჯერ წიგნი მანიაკალური შემთხვევა წიგნები ერთი და იგივე წიგნები 12 ჯერ კი არა 112 ჯერ ქონდა წაკითხული ანუ მათ სხვა პრობლემას და გვაქვს საქმე მართლა გეუბნებით ხო 112 ჯერ როგორ წაიკითხო ერთი და იგივე ისა წიგნი სავსეა წიგნებით ეგ სხვა შემთხვევა თუ ეგ იგულისხმება თუ არა ეს არ მომისმენია მე არ ვიცი რას გულისხმობს იმიტომ ერთხელ მაგალითად მეუნებოდნენ რომ გაბრაზებული იყო ლევან ბერძენიშვილზე რომ ისაო ილე ჭავჭავაძე გალანძღავდა დავინტერესდი გას ილე ჭავჭავაძე რატომ გალანძღვა ლევან ბერძენიშვილზე მე მომისმენია და ამბობდა მარტივ რამეს ილე ჭავჭავაძე პროზაიკოსი გაცილებით მაგარია ვიდრე პოეტიო მე მის ლექსები ისე არ მომწონს როგორც პროზაო და ეს ვიღაცა მეტყობა ვერ ხო ის ამბებს რომ უყვები ხოლმე და გადასცემი და ბოლოს ვიღაცამ თქვა რომ აი საგინებდა ილე ჭავჭავაძე ხო მე არ ვიტყვი მე მეცაც ის კი არა ციგნის ის კი არა ციგნის დის ადამიანს და ამდიდრებს მე მგონია რომ ბავშვი იბარება ხო როჭიჭკინა და ხო უბრალოდ რა იცი რაღაცას აუცილებლად მიაჩეჭება სათამაშო
მე როგორც სათამაშოს, ასეც ვერაფერი ვერ მომაჩეჭა, წიგნი უგეს აი დიდი ეხლა ბავშვიც როგორც სათამაშოს წიგნი არის თავარი სათამაშო. როგორც ნარკოტიკი სხვათაშორის, აი ხო არის რაღაც ვიციერი სიამოვნები, რაც ადამიანს ხვდება მთელი ცხოვრება. ვერაფერი ვერ შეცვალა, ესე იგი, აი ვერაფერმა ვერ შემიცვალა წიგნის კითხვისგან მიღებული, აი ვერაფერმა. აი ვერ წარმოვიდგენია, რომ ესე იგი ამის ალტერნატივა არსებობდეს რაღაც. აი წარმოვიდგენიათ, რომ აი წარმოსახვის უნარს ისე ანვითარებს, ისე შესაძლებლობას გაძლევს. შენ იყო იმ სამყაროში, იცხოვრო იმ გარემოში, იმ დროში, იმ ადამიანთან და რომელსაც წიგნი გასწევს, ვერაფერი სხვა, ვერც კინო, ვერც თეატრი, აი შენი გადასაწყვეტი. მე ვერ ვკითხულობ ელექტრონულ წიგნებს რა ასა ინტერნეტში. აი რაღაცა წერილიც რომ ის ხომ ამობეშტო და მივხვდი რატო. რომ მე მირჩევი ყველა ვარიჩო ამობეშტო და რატო. და ჯერჯერობით რომ ჩვენი შვილები სხვა თაობაა. მაგრამ თავარ მიზეზს ვქნი რომ ინტერნეტში რო ვკითხულობ, ხო, აი ინგლისში ხო წამიკითხა, რომ ჩემთან ერთად იმ ტექსტის კითხველი არის თელი სოფლიო მილიონობით ადამიანი. მე რო ეს წიგნი მაქვს, მე და ეს ტექსტი მაქვს ერთ-ერთზე. ანუ ესეთი ინტიმი, ესეთი საიდუმლო, აი სხვა არ არსებობს. კინოს რო უყურებ, ამ კინოს უყურებ ათასობით ადამიანი და დაკონკრეტებულია მსახიობი, სიუჟეტი და წიგნში მე როგორც მინდა, ზუსტად ისეთია პერსონაჟი. მე როგორც მინდა და რაც ის ამბავი ხდება. ეს არის გენიალური გამოგონება, მაგას ვიზამ, ასეთი რამე არ არსებობს. არ არსებობს, მარტო გამდიდრებაზე და გაკეთილშობილებაზე არ არის ლაპარაკი. მოგესმენთ, თუ არ გინდა შეიძლება მართლა არანაირად წიგნმა არ გიშურო. მე ვიცნობი, ძალიან ცნობილი იმას კრიმინალს შემდგა იმაში, მოსკოვში, ერთ ქართველს ხოსტი. ქართველები რანაირი ხალხი ვართ, ყველაფერში ყველაზე სტამატებულები ჩვენ ვართ, რა ქვია, ხო, აი უნივერსიტეტებში. ისეთი ფრაზები მოსმენიოთ ქართველი სტუდენტების გამო, ესე იგი სხვებთან შედარებით ძალიან უხერხული ამის თქმა, ესე იგი, მე არანაირი ფობია არ მაწყობს, ესე იგი, ვერც ერთ სხვა ხალხზე ცუც ვერ მათქმევინებთ. ვერაფერ, ესე იგი, არ ეჩემს მიუღებელი, მაგრამ ისეთი ქება მოსმენიოთ. ეს ქართველები, რა, ამ იმდენად განსხვავდება ქართულის ბიჭი, სხვა იმისაგან, რომ აი ვერ მოდა, რატომ წარმოგიდგენთ, ლონდონის უნივერსიტეტში პროფესორები ინგლისელებს ეს როგორი ისეთი სათქმელია, გამორიცხულია, რომ ხოგეს გასული, მართლა ძალიან მიჭირი ხალხი. უნიჭიერეს მე რომ უბრალოდ არა ვარ ჭკვიანები ჩვენ ცხოვრების ორგანიზება შეგვიძლია თუმცა უნიჭიერესი ხალხი ვარ და მაგაში ეს რა ქვია და ის კაციც ესე იგი აი იმაში ლიტერატურა იქნება ყველაფერში ასწავლოთ რა ხო აი ერთი ბეჭო ქვეყანა როგორ შეიძლება რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი არსებობს რომ დედამიწაზე რაც კი საოპერო დასია რამდენიმე ქართველი მღერის წამოყვარდებს რანაირად აი რო რა კალკულატორით წამოდავთო ვერაფერ ვერ ვყოფით დაცობრილს მაგრამ მაინც ყველა ჩვენ ვართ ის დიდი კრიმინალი, ძალიან დიდი კრიმინალი შემდგა მოსკოვში ვიყავი, ადრე ახალგაზრდობის დროს და დიდი კრიმინალი. და ერთხელ შემდგა და მითხეს რომ ეს ის კაცია ფოიეში. მეორე გაიარა, მესამე, რამდენი გაიმიდა, ერთი წიგნი კი არ ყოლ. ორი ქონდა ამოდებული და ჯიმი, აი ორი წიგნი კაცს დადიოდა. აი და დიდი კრიმინალი ქართას გამიდი. რა გული გამიძრებდა და მივადები ამ კაცს, რა თქმა უნდა. მივადები ამ კაცს რომ გამიგო რას კითხულობ ეს კაცი, აი დიდი ხო ის ასაზარებდა და საჭირო კავშირს კი აკეთებს. რატო ისე რა ქვია? მე ვთქვი, მაინტერესებს რა წიგნები გაქვთ, ხო შეიძლება მეტყვი რომ თუ ნახე დახოვებული ქონდა რა. ასეთი სერია იყო შეიძლება უფრო საფუძველი, ზარუბეჟნი ლიტერატურა იყო და ისა მეორე სერია იყო ზარუბეჟნი დეტექტივი. აი ეს საუსე. ეთქო მაინც ისა რა ქვია, შესაბამისი რა პროფესიული პროგრამა ის ქონდა მაგრამ ხო თავისთავად სამი სხვა ციგნები ხდება მაგას ვიზარდ რომ ანუ ის ადამიანიც ხო ეხლა მაგას ვფიქრობ მე კი აი ხო ყველა კი დეტექტივს კითხულობს მაგრამ დეტექტივის ხო შეიძლება სასარგებლოა რომ ყველა ორი ხო ფიქრობ ადამიანი რომ კითხულ ანუ სხვა სამყაროში ცხოვრობ რა არ ვიცი ხა შეიძლება მე ცოტა ისე მომდის მიფიქრე მაგრამ აი კონფუზია რომ უყურსოზე რა სწავლ რის გარეშე გავზრდ ვიფიქრე რომ ყველაფრის გარეშე გავზრდ აი ყველაფრის გარეშე ციგნის გარეშე ვერ გავზრდ ერთი გადაცემა აი სახელსაც დავასახე წამყვანი არის მირეგავს ხოლმე და მე პატიჟენ არ მივდივარ რა ერთხელ ვერ მოვიწვია რომ რატო არ მოდიხარ შენ მე ვთქვა იმიტომ არ მოვდივარ შენ არ მითხულობ ციგნს არ მინდა რომ იმ ციგნს ადამიანთან მოვიდე გადაცემაში უცე აუზა გააკეთა ასეთი ფრაზა მითხრა ვარსა დავსა უი ისა ეს რამატო ჩემი ციგნებია ანუ ისე აღმოაჩინა ადამიანი ეს ადამიანი ხო სწორად ვახსა აღმოაჩინა ისე გასი გადაეროს ასე რომ გონდა ციგნს რაღაცა ასაკი რაღაც პერიოდი კითხულობ მე რა არ რაღაც კითხულობ დიდი ხარ უკვე დიდი ჯიზეზი ხო რაღაც ხო ეს რა აღმოაჩინა იმ გოქს ქონდა გადაცემაში სექტემბერი იყო
გადაცემაში დაპატიჟა ეგრეთ წოდებული ბომონდი თუ რაღაც ჯანდაბას ჩვენ თორე ბომონდის და ერთას ეძახით ჩვეულებრივი კრიტიკები ვარ უციგური ხომ ეგ როს და მეო ეს გოგოიძა და წამყვანი რო დაურეკი ამათ გავაფრთხილო წამოიღეთო აგვისტოში დასასრულად რო იყავით რაც ხონდა წაგებული ყველაფერი მოიტანეთ გადაცემაში და ასეთი იყო გადაცემა შემოდიოდა ერთი 30 ცნობილი ქართველი რასაც ახენ ვაშკოვებს თუ რა ჯოაია და ხოდა შემოდიოდა ჩანთები რა ჩანთები რა ხონდა წაგებული კურორტებზე ჩანთები პირდაპირ ხსნიდნენ და ამოალაგებდნენ და იქვე აწყვეტდნენ ამ ხალხმა ესე 29 ერთს ვერ დავუკარგავ სხვადასხვა 29 ამოალაგა ყველაფერს კაცობრიობა მოიგონა და შექმნა დღემდე ყველაფერი უნდა წაღებული არც ეს არ ხოდა წიგნი ესე სამი კვირა რომ წევხარ სანაპიროზე გასავლელი აი და წიგნი ყველა წევხარ იქ მაინც აიგებს წიგნი ბიბლიოთეკაში გაშები კალციks ხო გესმის არც ეს არ მოიგო წიგნი აი სამი კვირა რომ უნდა გავუზო არ ვიცი ჩემ ერთხელ სხვაშორის ჩამოვიარე სანაპიროზე ხო ხალხო ყველგან კითხულობ ჩვენ ვარ კითხულობ ვინ და რო წიგნი ხალხო ეგ თუ წავიდა და წიგნი რა დაიწყო სანაპიროზე და ესე იგი საფიდან დაუყევი გონიოდე 4 ადამიანები ყოველთვის კითხულობდნენ და მე ვარ ჩავწე რომ გამოგვაცხადე ვიცოდე რაზეც გაშენი სამშობლო ხოდა ხალხი მას კითხულობს იმაში აი გერმანიაში რო კითხულობენ აი წარმოგიდგენიათ გერმანიაში ესე იგი ეს ჩემწინ რომ გამოვიდა ეგეთ ესე იგი სოფა დამატარებული რა ეგეთი წესი ანუ და რამე ხალხი მოდიოდა ის აი წარმოგიდგენთ უცხო მათთვის უცნობი წერლის წიგნის იმის მოსხსნება მე თვითონ არ ვთქვი სახეობები მოყავდა ისინი კითხულობდნენ და აი რამდენიმე საათი აი რამდენიმე უზარმაზარ დარბაზში ეს ხალხი აი როგორ უსმენს იმას და კითხვით ხო თვითონ როგორ კითხოს ეს არ გაუჯერებელი აი წარმოუდგენელია ეს იმხელა განსხვავება რა ანუ სამწუხაროდ არ ვიცი ბევრი მიზეზია მაგრამ ფაქტია რომ არ არის დამაყალიბებელი მდგომარეობა ამ ხრივ რა მოკლედ ძალიან დაკარგა ბოდიში რა ვქნით რამე თუ გაინტერესებთ მითხარი რომელი საათია ძალიან ხო არ გადამოწევ ერთი საათია ჩვენ ადრე ყოფილა მითხარი და ჯერ ხო აფერმით რომელზე მე ვიდარდე ისლანდიელი ხალხის ამბავი იმიტომ რომ აი წარმოვიდგინეთ ჩვენ 300,000 კაცი 300,000 რაღაცა ხო ზუსტად ამ კარგად და მე მეგონა რომ ხო როგორი ქვეყანაა ისლანდია ესე მე მეგონა რომ მარტო თოვლი ქონდა და მეთქი ალბათ გუნდაობენ რა უნდა აკეთონ აი ვებია განვითარებული რომ ესე იგი როცა თუ არ გამოიყენებ გინდქონია გინდა რა აი ამდენი რესურსი და ეს ხო აი გენიალური სიუჟეტი მაქვს ნანახი მე თვითონ ჰოლანდიაზე მაგიტო ბრაზოფი აი მე თვითონ მაქვს ეს ნანახი ქართლში იყო გადაღებული ხო ეს შუადღესაც ბირჟებზე რომ განახომე და უკვე ყველა ნასვამი იყო რა ახალგაზრდა ჯანგონი წავსე უკვე ხო ეს ჟურნალისტი ეკითხებოდა იმ სოფელში ჩინელებს აუღიათ იჯარით მაგათი მიწები რა და ისო როგორი ხალხიაო რა ეთქობა ის გადაცემა უნდათ რომ აი აგრესია არ ყოფილიყო ჩინელების მიმართ ალბათ რა არა კაი ხალხია გადასარევი ხალხია გადასარევი და უცებ ერთმა გამოყოთავდა კაი ხალხი კი მაგრამ ცოტა შტერებსა გვანალი და რატო არ გამოგხა დღედაღამე მუშაობენ ესენი წარმოგიდგენთ ანუ ამათ მიწებზე დღედაღამე მუშაობენ ჩინელები ისინი გონიან დებილები ამ შუადღესაც ყველა მტრვალია მე იმიცას რომ ხან ჩინელი მოვა აბა რა იქნება ან იტალიელი წაიგებ შესას რო არ მოვა ჩაულებრივი ამბავია რა ტაქსი ვიჯექი აი რამდენიმე დღის წინ ტაქსი ვიჯექი და იმ კაც აი სულ ახალი გაშრობილი ქონდა ისა სარეცხი აი ჩამოვხდილი მანქანაში და მკითხე კაცო ზეთი საი კახელი კაცი მე ვუთხარი ბიჭო აი მანქანაში ცხოვრებას და ძილს კახელი ნაჭამი მაქვს მე ვუთხარი მიწა გააკვეთი კი მეწების მეტი რა მაქვს ესენი მიწების მეტი თუ რა გაქვს დალოცვი მაგ ჰოლანდიის მიწა არ აქვს და თემსოფლიოს არ ჩემე და შენ ოჯახს როგორ ვერ არჩენ კაცო კახური მიწი აი მე გადაცეთ აქ მირჩეული მე მანქანაში ძილი სარეცხი გაპენილი ამ ტელევიზორი იმან გადავირი სიგარეტი იქვე მოიწვი გასქურა არგი მე ხოდა მართლა ჯადობა გია ჭაჭანძე მართალია რა ჯადო გავიკეთეს საბჭოთა კავშირი მართლა ჯადო გავიკეთეს აი ვერაფერ ვერ ვხდები ხო ვითომ მარტივია და პირიქით ავა ყველაფერი რა პირი აი ეგ საბჭოთა კავშირი რა იყო რომ გეუნებოდა რომ შენზე არაფერი არის დამოკიდებული აი ზემოთ იქ უნდა გადაწყდეს და ის არის სხვა შენ გეუნებოდა რომ შენ არ ახარ რა ასოციმენტი დაწაფეთაკავს ჰქონდა თავარს გართმევდა რომ განვითარდე და იფიქრო და სუწინ წახვიდე და მე ხარ ჩაულებრივი მომხმარებელი ანუ თავარი საჩუქარი რაც ღმერთმა მოგცა რომ იყო რა განვითარდე წინია რომ იმას არ აკეთებ რა
და შეგუებული ხარ, რა. ინე ჭავჭავზე რო იძახდა, ხო გახსოვს 30 ინჟინერზე უცებ. 30 ინჟინერი რა პრობლემა ვერ ხდებოდა. რა 30 ინჟინერი, 30 მოსამართლე ვერ ვნახე თელ ქვეყანაში. სასამართლოზე დავდივარ ხოლმე, ისე მწვენია, რა არა კვალიფიციური, რა არა პროფესიონალი ხალხია. შეიძლება რომ ადამიანის ბედი კონდეს, ბედი იყოს იმაზე დამოკიდებული. ისე მწვენია ხოლმე. სულად უწიგნური ხალხი. დიპლომები რა თქმა უნდა ბევრი გვაქვს. ის დაქცე ზოლები კი არის ტყუები. იმად გონიათ რომ უხერხულია მძღოლობა თორე. მართლა დიპლომები მეტი რა გვაქვს, საბჭოთაოში იმდენი დიპლომები ქონდა. აღმოჩნდა რომ განათლება არ აქვს შესაბამისი. შუქრიშლები ვარ, ხო წამები რო იწერება. ის ვერ დააყენა. ყველას გპი ქონდა დამთავრებული, ხო გახსოვთ უბრალოდ გპი-ში. სამედიცინო თუ ვერ მოხდებოდი, მე გპი-ში გაგაზავნდა მამაში. და ყველა ვარიში მოგახვედრებდი. სამი ფერი ვერ დაამონტაჟა ვერცერთმა ქართველმა. ყველას აქვს გპი დამთავრებული, შემოიყვანეს უცხოელები. იმ სამი ფერი, აი წამები რო იწერება. წარმოგიდგენიათ, დიპლომები სავსე. ტექნიკური განათლება და ყველა ეგ იქნება საბჭოთა ჯადო გავიკეთეს მოკლედ აი ჯაიხა ჯადოებზე მუშაობ ძირითადად რა ჯადო გავიკეთეს ესეთი არ ვიცი რა დღეს დამირეკა იმან რა ქვია ჯადოა მართლა რა დამირეკა ეს ჟურნალისტი და ესა რა ქვია უნდა მისულიყავი არტარია რო არის ხო ის არტარია იქ უნდა მისულიყავი და რამდენ ხანში იქნება მეკითხა რამდენ ხანში იქნება მე მეკითხება თვითონ მე გზაში ვარ შენ რამდენ მე თქო მე 5 წუთში ვიქნები მე მივედი 5 წუთში რა თქმა უნდა ყველაზე ადრე მივიდიო და არსად არ ვაგვიანე გაუგნებული იყო ჟურნალისტი რომ მართლა 5 წუთში როგორ მოყავ ვექტორი ჯერი იმიტომ 5 წუთი მიჩვეულე ნიშნავს 25 55 მაგრამ არა 5 და მე აღმოჩენ ჟურნალისტები რომ რაღაცას რომ მეკითხება რო პასუხო მე მეუნები მეორე შეკითხვა რას გულისხმობ ანუ მიჩვეულება რომ ერთ ამბობს ადამიანი მეორეს გულისხმობს მესამეს თვითონ და მეოთხე უნდა გააკეთოს და ჯადო აბა რა არის ეგეთი რამე ხო მარტო ჩვენთან ხდება რომ არა მე უნდა ზუსტად იმას გულისხმობ რასაც ვამბობ 5 წუთში გულისხმობ 5 წუთს და არა 55-ს ხო გესმის ხო აი ჯადოს ამბავია მოკლედ ძალიან დიდი ბოდიში ძალიან გამიგზა და კიდე დიახ ისმე გავიხდი ბოდიში დაწყართ მაგრამ ეს რომ ხო იყოს ქართველები რა ну აი პრაგმატული გონება არ აქვს ისეთი მოჭარბებული აღმოჩენა უნდა რომ დააღეპის და დააგუბუნებ რა აღმოჩენა მაგას ადვილია მაგის აღმოჩენა ადვილია იცით რა აი რომ მე მგონია რომ ეს პრაგმატული გონიერება რატო არა გვაქვს რომ ობიექტური მიზეზი წინაპირობა გქონდა საუკუნეების მანძილზე დაპყრობილი ხარ შენი ცხოვრების წესით არ გიცხოვრე რა სხვისი კანონებით ცხოვრება არ გინდოდა რა ჩვეულებრივ სხვისი კანონით რო კარნახო რატო არ მართლა რომ მარტო კარგად რა გამოვიდეს არის კაი ორგანიზება რაში გვაქვს ხო იცი სამი გამონაკლისის შემთხვევა აი ზე პროფესიონალი ქელი 40 და წლის თავი დანარჩენი ყველაფრის ორგანიზება იყო საერთოდ ყველაფრის ორგანიზება რატო გიჭირს იმიტომ რომ სიცოცხლის წესებს ჩვენ არ გვქნით პირიქით სხვისი ნაკარნახები კანონების მიმართ ხონდა პროტესტი მამაჩემმა მომიყვა მოსკოვში იდგა ხო ის საბჭოთა იმის დროს პრობლემა იყო კაი ქვეყანა იყო რო იძახდნენ კლასელი მყავდა ჩემს უკან იჯდა გოგო და ესე ფეხსაცმელები მოუტანეს ყველას აი ვისაც საბჭოთა ბავშვობა გამოვლინე კითხეთ თუ არ გჯერათ ჩემ ყველას ერთხელ მაინც გამოვლინე ფეხსაცმელი რომელიც უჭერდა ეს გოგო კაი გოგო იყო ისეთი კნესის არ მავიწყდება იმის კნესის მოდო უკან ხო ვერ დააბრუნდა რაც იშოვეს შორე ის მოუტანეს ფეხსაცმელიც არ იშოვდა რა ვქნა შე მეც ესე მომიტანეს და მაგრამ მომიჭირა დედი მეთქი მიჭერს და არაშულო არ გიჭერს მიჭერს დედა აი ხოჭი ოპლიმო არაშულო მეთქი აი მამა მოვიდა მე მამაჩი მეთქი მამამ ხო იცი მამა მამ ბოლომი მეტი რომ მამა რო იტყვის რომ უჭერს ხალო როგორ გეტან მამა მეთქი მაგრამ მიჭერს და მამაჩემ თქვა რომ მე ხო გაიწელება კიო შეიძლება მამი აღარ შევიდე ხო და მამაჩემ იყო მოსკოვში ფეხსაცმელის საყიდად და რიგში იდგა გუმი თუ რა ერქვა ხოლმე აი დიდი მაღაზია სული და ქართველი ხო ადვილად ამოსასროლი ხალხია გარემოება და ქალმა გამოიერა ქართველი ხარ თუ მამაჩემ გზელ რიგში იდგა კიო მე არ აქვს ხოლმე რიგში იდგა ხარ ანუ რიგში დგომაც სირცხვილი იყო ეს ანუ კანონის მორჩილება იყო სირცხვილი და პირიქით არ მორჩილება და არასაზოგადოებრივი ცნობიერება იყო პროტესტის ფორმა მართლა ესე იყო და ყველა ვარიანტში რა რომ შენო დამპყრობელი კარნახოს არ გინდა რა დამპყრობელის წესიც ხო ერთადერთი რასაც ჩვენ არ კარნახონდა რის უფლებასაც გვაძლევდნენ იყო სიკვდილის წესები იმის ორგანიზება იყო ჩვენი ტარი აღარ ვიყავთ საშიში დამპყრობელის მაგის უფლებას გვაძლევდნენ გინდა თელექსი ლობიო გინდა კორკოტი რაც უძე უნდა შემოიტანო ეგ იყო თქვენი გადასაწყვეტი შია თქვენ დანარჩენი ჩვენ ამიტომ ბევრი საუკუნე რომ ამის საშუალება არ აგაქვს იყო მოქალაქე და უნარჩვევები ქონდეს მოქალაქე შესაბამისად ეს ჯადოა რა მე როცა აღმოჩნდით ჩვენი შესაძლებლობის ამარა ხო დამოუკიდებელ საქართველოში ასე ადვილად ვერ თავისუფლდებით ამ
ამ მენტალურობისაგან ვერ თავისუფლდება ისევ იქ არის ჩვენი თვიდან ესე ადვილად არ ხდება როგორც ჩანს მოსეს ამბავი გენიალური ისტორია 40 წელი პირველად წავიკითხე ვერაფერ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ხო ეს ლუკას ეროვნული დავაკვირდი კაც 40 წელი დაატარებდა ეგვიპტეში დაბადებული ებრაელებს ხო ის და რა ხო გახსოვთ ჩემზე კარგი ფიქრობდი კაც იქვე არის ეგვიპტე და ისრაელი რა თქმა უნდა 40 წელი მეტი მე მივხვდი აი ბევრჯერ რო წავიდე რო გავიზარდე მე მივხვდი რაშიც იყო საქმე მონობაში დაბადებული ხალხი და ისა რა გაზდილი იქ 40 წელი მაგის იყო საჭირო შემდეგი თაობა გაჩერებული მენტალურად შემდეგი ამაშია საქმე თო მეთქი კაც აგერ არის აგერ ამდენ ლუპით ზომავდი ხოლმე მეთქი 100 ახლოა რა თუ 40 წელი ხო და თუ მე უნდა რა არ არის ეს ყველაფერი შეიძლება სწრაფად შეცვალ მაგრამ ეს მართლა ჯადო გავუკეთებს ამ ჯადოს ცოტა დრო დაჭირდება ეთქობა და მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება დიდი მადლობა მითხარით აბა თუ კიდევ რამე გაგდია ეს სამაგიდოც მიმაინტერესებს რომელია და რა ხაშოს ისა ინფორმაციები რომ ანუ სამართლებრივ ნუ მართლებრივ კურსი დია ესე იგი სურასაც ვკითხულობ არის ისა ლუკას სახარება და მათეს სახარება ვერ ვიტყვი სხვა შეიძლება კი რო პატერიკონეში კი რა თქმა უნდა ისა კი ძალიან ბევრი მაქვს წაკითხული იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მონასტრის გარემო რა სხვა შეიძლება ჩვენი კულტურა და ჩვენი განათლება განსაკუთრებით ლიტერატურა სულ მონასტრებზეა დამოკიდებული და დავალებული ვართ ასე ვთქვათ იმიტომ რომ ყველაზე მთავარი ცენტრები ქართული ცენტრები რა კულტურული საგანმანათლებლო და ლიტერატურული მათ შორის თარგმნელობითი სულ იყო მონასტრებში სულ სხვათა შორის და ეხლა აი დღეს იმას ველაპარაკებოდი შუქი აფრიდური და სხვა ეს უცნაური რამეა პირიქით იყო საუკუნეების მანძილზე რომ იქიდან მოდიოდა ჩვენი განათლება რა სადაც ყველა მონასტერი იყო არამხოლოდ ესე იგი არამხოლოდ იმ ადამიანების ერთობლიობა ვინცაც არ უნდოდა ესე იგი გაცსლა უნდოდა საერო იმიდან რა ქვია ეიფორიისგან არამედ ეს იყო აი აბსოლუტურად გამიზნოთ ეს იყო ძალიან ხშირად ძალიან დარბეული გარემოში ერთადერთი ოაზისები სადაც ვინ არჩუნებდით ყველაფერს საუკეთესო რაც ჰქონდა ეს ნამდვილად ასე იყო საეროსაც და სასულიეროსაც მათ შორის საერო არ ხო გეუბნებით ეხლა არაფერი აღარ იყო ეგეთი საუკუნეები იყო არაფერი არ იყო იქ მხოლოდ მონასტრებში რჩებოდა მაგრამ ეხლა არ არის ეს ბუნებრივი გასაგები ხო საბჭოთა კავშირიდან ესე იგი ტოტალურად ათეისტური ქვეყნიდან აღმოჩნდით ტოტალურად მა რა ქვია მორწმუნე ქვეყანაში ეს ხო თავისთავად ყურია როგორ შეიძლება უცებ ტოტალურად უმრავლესობა ვიყოთ ათეისტი და მეორე დღეს რომ გამოგვიცხადებენ რომ აღვადინეთ დამოუკიდებლობა და დამთავრდა ათეიზმი რომ გავხდეთ ყველა მორწმუნე ეს ხო თავისთავად ყურია მაგრამ მე ამისი არ მაქვს ასეთი დამოუკიდებლობა როგორც აგრეთვე შემიჩნევია ხო რომ ზოგს გაღიზიანება აქვს რომ აი თვლიან რომ ესე იგი მონაცემები რაც არის ხო სტატისტიკა და გამოკითხული ვინც ასახელებს თავის თავს მორწმუნედ ხო რომ ამდენი მორწმუნე რო არ არის გასაგებია ხო 90 რამდენი პროცენტი თulis რომ მორწმუნეა და ისა რა ქვია ნორვეგიაში არავინ აქვს თავს მორწმუნე და 4 ადამიანი იყო პატიმარი ორი იქიდან ქართველია მაგრამ ხო ეს ხო შეუსაბამოა ამდენი მორწმუნე რო ვიყოთ მართლა 97% არც კლელი იქნებოდა არც ისა მოპარავი და არც მანიაკი და ხო წარმოუდგენელი 100%-ით იყოს კრიმინალი მაგალითად რა ან და ასეთი მორწმუნე ხალხში შეიძლება ასეთი აგრესია სიზული და ზიზღი იყოს Facebook-ში არა ვარ მე რატო არა ვარ ეხლა ბევრი მიზეზი მაგრამ თავარი ეგ არის რაც მესმის იქ ხალხი ერთმანეთს როგორ ლანძღავს როგორ ძულდა ერთმანეთი როგორ ესიზღება შეიძლება მორწმუნე ადამიანს ასე ძულდეს და ესიზღებოდეს თუნდაც მისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ამჯერ ამის ხო გესმის მაგრამ ამას არ გამისწრე რატო მე მგონია რომ ეს დროებითი მოვლენა ყველგან ასე მოხდებოდა მეორე უკიდურესში აღმოჩნდა ყველა შეიძლება 70 წელს მანძილზე გიმალავდნენ და უზერო ხელს აპარებენ 70 წელი რო გაგიგებენ რასაც მოგადგება ყველა ვეღარ გაგაჩერებს ვერავინ ჩემი შვილი ისა შუათანა თუ აღარ მაქვს რომელიღაცა ჭოჭინა ხო არა მე მგონი ისა ჭოჭინა ხო იცით ჭოჭინა რო ბირო იყო ადრე ხე შეიძლება აღარც არის ჭოჭინაში ყავდა რა და ესე ოღონდ დაბმული იყო ტახტზე იყო მოგული ანუ მისი მოძრაობის ისა შეზღუდული იყო რა ესე რა ესე ყველგან ვერ მივიდოდ აი ასე გააწრეზე გაყვებოდა გამოყვება ვერ მიდიოდ ერთ დღეს მე ვთხარი მაგრამ კარგი რაღაცა აუშვათ ეს ბავშვი რა უმეტურება ხო ის რატო ვაბავდით რომ დრო არ კონდა ой ბავშვებთან ვერ კონტაქტო კომპიუტერი სატუარი ჩვენი შვილები ესე შევარდნილები და დრო არ აქვს რომ ჩვენ ვეკონტაქტო და მიუშვებ აბა თქვენ რა გონებთ ამერიკაში არ არსებობს ბავშვი კომპიუტერთან ვინ მიუშვებს ბავშვს და იმას ევროპაში მაგასაც მოგიყვებით ესე იგი რო აუშვით აი ეს დღე მახსოვს რომ ცოტა მოსვი ესე იგი მივიდა იქამდე მან მე მივხვდა რომ ახლა რა გავიმი და გაექანა და კიდეც აი როგორ შეასწავლე აი სამოხსნე ასე გამემართა და გავა დრო რა თქმა უნდა და ეკლესიაში და
ესა ეკლესიური ცხოვრება იცხოვენ მართლა მორწმუნეები და არა თქვა მოდასაყოლილებები. ანუ აი ეს არ არის პრობლემა. ფარისევლები, ფარისევლური გზით ხო გესმით? ანუ მე ამას ტრაგიკულად ვერ აღვიქვა. მე მგონია რომ ეს არის დინარე რომ უნდა დაიწმინდოს. ჩვეულებრივი მოვლენა, რა ჩვეულებრივი. მე ესპანეთში ვსწავლე, კარგად ვიცი ესპანეთის მაგალითი, მაგრამ ესპანეთში როგორი იყო, რომ იქაც ესე აღმოჩნდნენ ისა ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. და ასე ხდება რა, ეხლა ჩვენთანაც ასე მოხდა რა. და წინს ხომ და ბრაზოთ, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ როგორც პოლიციაში მოხდა, არაპროფესიონალი, ისე მარტივად ვთქვათ, ეკლესიაში უამრავი არაპროფესიონალი მოხდა. რა არის ამაში? გასაკვირი არაფერი არ არის, ხო გესმით? ამას დრო და გარემო თვითონ შეცვლის და ნუ ყველაზე მეტად ეს რა თქმა უნდა სასულიერო პირებზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ შევცვლით ბუნებრივი საერო ადამიანი. გასაგებია, ყველაზე მეტად მათაც ვთქვათ, ხო ეს ჩვეულებრივია, ხო? მე ისიც მინახავს სასულიერო რომ ვერ ვწყვეტი იმასაც სპეციალურად არ ვყვები რა, იმიტომ შეიძლება არ მოგწონს რომ აგრესია, ხო, იმიტომ ვიღაცის გამო, მაგრამ ესია ჩვეულებრივად ერთი ცუდი რო შეგხვდება, შეიძლება განაზოგადო, რაც არასწორია. იმიტომ ვერ ვყვები, ისეთები მინახავს რომ ვერ ვყვები საჯაროდ რა, არც მინდა რომ მოვყვები. იმიტომ არასწორია რომ ერთი ვიღაცის გამო განაზოგადო და ეკლესიაზე გქონდეს ასე და ამ ეკლესიამ განაპირობა ჩვენი რაობა სინამდვილეში რა. ლიტერატურა, აი რა ჩვენ საამაყო აქვს და ძვირფასი და მნიშვნელოვანი სულ ჩვენი ისა ეკლესიის შენარჩუნებული და მით უმეტეს მონასტრები ხო გეუბნებით ეგეთი ცენტრები ჩვენ არ ქონია საერო ცენტრები ჩვენ ვერც ვერაფერს ვერ შევქმნით მონასტრების გარეშე ეს ნამართლა ასე იყო ანუ ეს იმიტომ კი არ მომაქვს ეს ან მე მომწონს ან ასე მირჩევია მართლა ასე იყო აი ობიექტურად ასე იყო ამიტომ პრობლემა ისა არ ამგონია კომპიუტერზე რა გამახსენდა ერთხელ ვიყავი ედინბურგში და ოჯახში ცხოვრობდი და იმ ოჯახის იმან მითხრა ბავშვმა რომ ისა რა ქვია მშობლები არ იყვნენ რა სახში და ესე კომპიუტერს ჩამირთავო და კი მე ცოტა ისე კი რაღაცა არ მომიწ შავდე კომპიუტერს მთელი დღე რომ შევარდა ეს ბავშვი და რომ მოვიდნენ ის დედა და მამა არქიტექტორები როგორ მახსოვს და კარი რომ გაიგო შემოვიდნენ აი ესე უთხრა ჩემზე იმ ბავშვმა რომ ამა კომპიუტერი ჩამირთო ეს ხალი დედა და ეს მამა რომ ეს ამხელა კაც ხო სტუმა როგორც წერალი და ხო ისე ამხელა დებილი ბიჭო რომ ბავშვი ესე როგორ არ ვიცოდი რომ ბავშვი კომპიუტერი არ უნდა ჩავართო მეც ეგრევე ჩავუშვი მე ვთქვი თვითონ ჩამართვევინა ძალიან ყველა ვიგნე უშევ რომელი თვითონ ეკონტაქტებიან ჩვენთან გასწორდა და ჩვენ ეგრევე რა თქმა უნდა სადაგვა მაგდენი დოქტორი ბავშვი მიუშვებს კომპიუტერს გამორიცხული სუციგნები უჭირო სუციგნები და მეორედ კიდე კვირა დღე იყო და ამ ბავშვს გავასეირდი რა ხო ის პარკებია ჩვენთან რომ გახრეოკებულია ყველა ქალაქები ხო და პარკში ვასეირდი ამ ბავშვს მოვითხარ მაკდონალდში წამიყვანო მე ვთქვა როგორ არ წამი ხო რაუს რაც ამათ პატრიოტებს ბავშვმა ის გადაუხადო მე კი წავიყვანე მაკდონალდში და ჭამდა კაი მე კოკაკოლები და მოვედი სახში და კარი რომ გავა ორივეს დაუძახ ხო ამან მაკდონალდში წამიყვანო ეს კაცი და კალი ესე იგი აი უბრალოდ ეთქობა არ მაკადრეს რომ რაღაც ხო იცოდნენ ხო წერალი და ალბათ იფიქრეს ესეთი დებილი ესე ამ ყველა კაცი და არა ბავშვი ჯერ გამიუბედურა კომპიუტერი ჩავი მე მაკდონალდში ვარე დახვიდა ოია ჩემი შვილები აი რა ვიცი და არა სხვაში მართლა სხვა თაობა გაჩნდა არა არ დაგვიები ხართ აი ნებისმიერ ტექნოლოგია აი ჩემი ტელეფონი ხო იცი და მეუბნები რომ არავის არაჩვენებს სირცხვილია რა უჭის მე ამ ტელეფონს თვითონ აქვს ხო იცი რა რავი ყველაფერს რო აკეთებს ბოლოს ის ხაჭაპური აქეთ ფაქსი გამოდის აქეთ ხაჭაპური ხო და აი დააკვირდით მართლა ესე აი ეს ტერმინიც აქვს ხო იცი ინდიგო თაობა ქვია აი დააკვირდით ექსპერიმენტი ჩავატა პატარა ბავშვს 3 წლის 4 წლის 5 რამე აი ამ ბოლოს სიტყვა მიეცით წამებში ხდება მომხმარება წამებში რანაირად აი ეს ვერ ვხვდები ანუ ეს ცოდნა უკვე საიდან ჩდება არ ვიცი ხო დაკვირდები ხართ მაგას აი ეგ ჩვენ რო აი დიდი დრო დავჭიდეთ და ვიწვალოთ და იმის ასათვისებად აი წამებში ეგრევე აიღებენ და მომხმარებლები ხდებიან ნუ სხვა თაობა გაჩნდა ბუნებრივია ხო და ეხლა ტექნოლოგიებთან და იმასთან ბრძოლას აზრი არ აქვს მასე იყო თავის დროზე აქვია მე არა ვარ იმის მეც მომხმარებელი ვარ ხო კომპიუტერს უბრალოდ ადამიანი გონიერი არსება მგონია მაინც და რასაც გამოიგონებს და რასაც მიაღწევს ტექნოლოგიურად ადამიანი ხო ეხლა პროგრესიდან ხო ვერ ვიქნებ პირიქით ჩვენ სამსახურში ჩავაყენოთ და გამოვიყენოთ მე მაგის მომხრე ვარ თორე ეხლა თავის დროზე წიგნი რო დაბეჭდეს ხო ის გუტენბერგი იძახდნენ სატანისტია როგორ შეიძლება წიგნი ბეჭდებოდეს მანამდე ხო გადაწერა ხდებოდა ხო მე როგორ ჭკვიანი მივხვდები რა სატანისტია ესე უფრო და არ გავარცევთ ბიბლიას მივხვდები და დაიწყოს ბიბლიის ბეჭ ხო ანუ ქრისტიანობის გასარწევად ხო აბა წარმოგიდგენთ ხელით გადაწერილი წიგნი ჯერ სანამ ერთი წაიკითხავ და მე იმას დაამთავრდა მეორეს წარმოგიდგენთ ესე რა რთული პროცესი იყო ბიბლიურ ტექსტებთან ისა ურთიერთობა ესე ხო გამარტივდა ნუ
მაგაშია ჩვენი უპირატესობა ადამიანები ვართ თუ ვართ გონიერები კომპიუტერს და ყველა ტექნოლოგიას რაც უკვე აქვს კაცობრიობას და ნორმალში ექნება რომ იმის სამსახურში ჩავაყენოთ რომ ადამიანი იყოს სულიერ და გონებრივად ჯანმრთელი არსება და მე მგონი თავი და ბოლო ეგ არის რა ვქნა ანუ ბოდიში აი ეხლა ეს უკვე გადამდები იყო ბატონ დიდი მადლობა არ ხوار დაგყალეთ სულ მეშინია რომ მე ესე ვიცი ხოლმე რომ ისა სულ მე მახსენდება ხოლმე ამბები და ფიქრობ კაცო მე რომ იქნებ სულ არ აინტერესებს იმ ხალხს რატომ მოვახვიო ისა თავს და ამიტომ მითხარით რა გაინტერესებდა იმაზე ვისაუბროთ თუ არ თუ სწორად გავიგე მაგას თუ მეკითხეოიც კარგად ვერ გავიგე დიახ ეკლესიის როლი თქვენი აზრით სახელმწიფოს განვითარებაში ეკლესიის როლი მე ხო როლი უკავია რა შეიძლება დაიკავოს როგორ შეიძლება გააუმჯობესოს მე მივაგის მომხრე რომ ეკლესია იქნება თუ ყველა სიკეთე რაც არსებობს ადამიანი უფრო გონისმიერად მივიდეს რა ხარ ამათები რამდენ დროს ხარჯავს ხო ეს აი ზუსტად მესმის რა არის რო აი ეს დროუნ ერთხელ მოვისმინე უნივერსიტეტში სხვათაშორისო არ დამოვიწყდება რომ ერთი სასულიერო პირი ადგა იმაზე იყო ლაპარაკი რა ქვია იეჰოველებზე თუ რაღაც სექტანტებზე და ერთი სასულიერო პირი და ბევრი ესწრებოდნენ რომ რას ვიწყვეტავ თავს აქ კამათი თუ აგერ ხო არისო ისა კგბ აბა არ ევალება კგბ-სო უშიშროების სამსახურსო მათ გამოიკვლიანო ისა და მათ მიხედვი ანუ წარმოგიდგენ ეს რა მარტივად გადაწყვეტა ის კი თქვა რომ მოდი რთული გზა ვიჭოთ როგორც ქრისტიანებმა რომ აი შენ თუ გზასაცდები ხო მე უნდა ყველაფერი გავიგო რა როგორც თქვენ აკეთებთ რომ შენ მომისმო შენამდე მოვიდეს ჩემი სიტყვა თუ მე მართალი ვარ შენ რა კგბ-ს გადამაბარე რა თქმა ხო გესმით რა სექტანტი გახდება ეს აბა რა გახდება ხო შენ თუ ამ გზას აირჩე შენ თუ მართლა სიყვარულის გზას აირჩე და წმენის გზას მეც მაგის მომხრე ვარ რა ხო და ნუ არ ვიცი ხა ისტორიულად რაც გითხარით ნამდვილად ესე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კონკრეტულად ყველაზე დიდი როლი აქვს შესრულებული აი ლიტერატურაშიც კი მე როგორც ადამიანი რომელიც ლიტერატურაშია და თან დაკავშირებით ყველანაირად დავალებული ვარ ეკლესიისაგან იმიტომ რომ არაფერი არ მექნებოდა რო არა ეკლესია და მონასტერი განსაკუთრებით სამონასტრო ცენტრები რომელიც ბევრი და ძლიერი იყო და არა მხოლოდ ესე იგი ლოცვისთვის ადგილები იყო როგორც გითხარით რა მართლა მათი შენარჩუნება მე თარგმანი თქვენ დაუჯერებთ შეიძლება არც იცოდეთ რომ მაგალითად ევროპელებისთვის ხო მთელი აღმოსავლური ლიტერატურა ქრისტიანულს თავი დავანებთ სულ ჩვენი მონასტრების ის არის რა ქვია თათმიდელების გაკეთებული ანუ თარგმანებს აკეთებთ ისეთი სკოლა ქონდათ რომ ყველა სამარაგებდნენ აი თელ მაშინდელ ევროპულ სამყაროს რა თარგმანით იმიტომ რომ ყველაფერი დანარჩენი სხვა ცოდნა ჩვენი გავლით მიდიოდა რა ეს მართლა ასე ისეთი სკოლა ქონდა ათონზე რა ისა თარგმნობით და თარგმნობის თავიდან ორიგინალური ტექსტები ხო პირდაპირ კავშირშია ხარ ჯერ მარტო ჩვენი აგიოგრაფიული ტექსტები საოცრად შუშალიკის წამება აი დაკვირვებული ხარ მე-5 საუკუნეში როგორ შეიძლება წერალი იყოს ასეთი სრულყოფილი საოცარი მოვლენა იმ პერიოდის მე ასეთ ვერ ნახავ დედამიწაზე ანალოგიურ დონეს აი მხატვრულ დონეს როგორც არის შუშანიკის წამების ავტორი სასულიერო პირია ისიც ვერ ნახავთ ვერ აი დამიჯერეთ მე აი ძალიან შორსა ვარ ფსევდოპატრიოტული რაც არ მომწონს რაც არ არის ქართული კაი პირდაპირ ვამბობ ანუ არ მაქვს ეს უკიდურესობა ხო ეს ნაწილი არის ქართულებს რომელიც ამბობენ რომ მარტო ქართულია ყველაფერი კაი და მეორე ნაწილია ხო ეს მეორე უკიდურესობა რომ ყველაფერი ძულ ის ძულს ქართული ხო გესმით რა მე არ მაქვს არც ისეთი დამოკიდებულება პირიქით არ მინდა ასეთი კატეგორია პირიქით იმიტომ რომ ჯანმრთელი დამოკიდებულება მქონდეს ანუ გავაცნობიეროთ გავაანალიზოთ რა უპირატესობა გვაქვს და ასეთი ამითი ვიხელმძღვანელოთ აი ამითი ხელმძღვანელობა და ამიტომ გონია რომ ყველა დიდი როლი აქვს შესრულებული. ხო ეხლა რაც შეეხება თანამედროვე პირობებში მე მგონია რომ პირიქით აი თქვენ ის იმიტომ მომწონს რომ ესე იგი მე მაგას ვფიქრობ რომ ესე იგი რომ პირიქით ესე იგი არ დავკარგოთ არახან ასეთი როლი აქვს ესე იგი მე არ მინდა რომ ეს კონტაქტი დაიკარგოს. ეკლესიას ხო შეუძლია ძალიან პოზიტიური როლი შესრულება რა ჩვენი ყოფას დააკვირდით ჩვენ როგორი რადიკალურად შეგვიძლია შევცვალოთ. როგორ ამასაც გონიურული მიდგომა უნდა მაგის მომხრე ვარ რა მე არ კი არ დავაფრთხო და გამოვაგდო. პირიქით რა მე მინდა რომ მიმზიდველი იყოს აი ჩვენი შვილების ყველა ვარიანტი ეს ტექნოლოგიების შემთხვევით კი არ მიხსენებია. ყველა ვარიანტი იქით წავა ჩვენი ქვეყანაც. იქით წავა რომ ესა ადამიანს დაჭირდება რომ ეკლესია იყოს მიმზიდველი რა რომ იქ ეძებოს რაც აკლია მიხვდეს მე მგონია რომ ეს ხო ის შეიძლება ის ერთი ჯგუფელი ყავდა და ის მეუნებოდა რომ არასოდეს წავიკითხავო იმას ტოლსტოის და დოსტოევსკის რატომ მეთქი და პატრიოტი ვარ ანუ ესე იგი მე უნდა ეგ არ არის პატრიოტიზმი ეგ არის იდიოტიზმი მე ვთხარ ბიჭო ბეწვის ხიდია რა აი ერთი ოდნავ და ვერ დაფიქრდები და პატრიოტიზმი ისე აღმოჩნდა იდიოტიზმში ვერც ხვდები
ვერ ხდებოდა ის, რა იცახდა რომ კაცო მე პატრიოტია, რადგან წავიკითხო მაგალითად ისა ტოლსტოი. ხო გესმით, თელი ცხოვრება 12 წელს ვიყავი მე პატარა 12 წელს ვიყავი პირველად რო აქცია მოვაწყე ანტი ისა რა ქვია. ანტი რუსეთის იმპერიის 12 წელს. ანუ იმას მე გონივა რომ არა ვარ პატრიოტი, რა ხან ტოლსტოი მოხ წაკითხა. ხო გესმით რა ვსვამ. ესე იგი რა ახლო აი ბეწვის ხიდია რა. პატრიოტიზმი და იდიოტიზმი შე ნახევარი ნაბიჯი, ერთი ნაბიჯი წან. ისი არის იქაც რა, აი ნახევარი ნაბიჯია. რო ის რა იმას გონია რომ ესე იგი იმას სადაც გონია რწმენა იქ არ არის ქრისტიანობა. ხო გესმით? აი წარმოგიდგენ ეკლესიიდან რომ ბავშვს 10 წელს გამოვაგდე შარლის გულით. იქ რა უნდა ქრისტეს ვის მხარეს იქნება? სადაც ადამიანი იქ არის უქრისტე. კაი ბოდიში დაგღალეთ. ძალიან გამიგზელდა რა. დიახ. ჩვენი წერილები კლასიკოსი. დიახ. აწარმოებენ ძირითადად ორიენტირებული იყო ეროვნული ცნობიერების გადარჩენაზე. ნუ რამდენიმე რეგულარიის მოსაზრება არ აქვს დაკონებული. ჩვენი წერილები? ხო, ეროვნული ცნობიერების გადარჩენა. და აი ხო საზოგადოების შემთხვევაში რაღაც არის გავსი გაჭირებულებას, ყოველთვის რაღაც ექსპერიმენტებზე და ეს პრობლემებზე ვაქცენტები. და ეხლა თქვენს აქტუალურ ლიტერატურაში რას აქტუალურ ლიტერატურა ეწოდება, დღევანდელი ლიტერატურის ქართულს. რა ტენდენციებია და რა განწყობლებია და თქვენი აზრით რამდენად შეესაბამება რეალობას და რამდენად საჭიროა ის რომ ეს არ ქართული ლიტერატურა აქტუალურია. იცით რა რომ ესა სხვადასხვა მე გეთანხმებით მაგას დიდი მადლობა შეკითხებით. არის ქვეყნები და არის პერიოდები როცა ლიტერატურა მართლა არსებობდა. მაგალითად მე-19 საუკუნეში ხო ლიტერატურა რატო ქართული ლიტერატურას რატო ქონდა ასეთი განსაკუთრებული ხო ილიას ფრაზებიც გახსოვს და აკაკის ალბათ. რატო? იმიტომ რუსეთის იმპერია იყო ერთადერთი დამპყრობელი, ვინც ჩვენ არ ვიკრძალა ჩვენი მშობლიური ენა. ერთადერთი. მანამდე ხო რამდენი დამპყრობელი ყოლია და თან ყველა იყო სხვა აღსარებლობის და სხვა რელიგიის. არავის აზრად არ მოსულა ესა მართლა დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ ასეთი ის არის რა ქვია. ასეთი რეალობა იყო. რუსეთის იმპერია ერთმორწმუნე არ ვიკრძალა ჩვენ ენაზე. ყველაფერი აგვიგზავნა. საერთოდ ეკლესია გააუქმეს, წარსულს 11 წელს ჩვენი ავტოკეფელიაც გააუქმეს და ლოცვას აგვიგზავნეს ქართულად ყრე. ამიტომ მივხვდნენ ესე იგი ჩვენი მწერლები რომ ერთადერთი სივრცე სადაც შეიძლება თავი შეაფაროს ქართულმა ენამ და შეინარჩუნოს, გადაირჩინოს არსებობა, გააგზავნოს ეს არის ლიტერატურა. მაგრამ მაინც ლიტერატურა რადგან კითხვის პრობლემა იყო, მე ილია ჭავჭავაძე მიხვდა რომ ყველაზე ერთადერთი გამოსავალი რომ ქართული სიტყვა მოესმინა საზოგადო სივრცეში ქართულს იყო სცენა. თვითონ არ უყვარდა თეატრი რა. ძალიან არ უყვარდა თეატრი. ერთხელ არის ნამყოფი სულ როგორც მაყურებელი, მაგრამ ვანო მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირი მეფელი და თვითონ თამაშობდა. აი სადაც ახლა სკოლა არის, გიმნაზია კლასიკური. იქ სცენა ქონდა. იქ თვითონ თამაშობდა ილია. თუმცა თეატრი არ უყვარდა, მაგრამ რატო თამაშობდა? იმიტომ რომ ზუსტად იცოდა რომ ეს იყო ერთადერთი ადგილი სცენა, სადაც არ უკრძალავდნენ რუსები, სხვაგან ყველა ნაგზა სკოლა, ყველგან აკრძალული იყო ქართული ენა. ყველგან ერთადერთი რომ ქართველი მოსული იყო და სამზარეულოს გარდა სხვაგან საჯარო სივრცეში რომ მოესმინა სახლის გარდა ქართული ენა შენარჩუნა ცოცხალი ყოფილიყო ენა ხო ცოცხალი ორგანიზმი ეს იყო თეატრი გარდა ლიტერატურა ეს გასაგებია დაპყრობილ ქვეყნებში ეს ეხება რომ ლიტერატურა არის მთავარი რაც აიძულებს ადამიანს რომ იფიქროს იმ ღირებულებებზე რაც ამა თუ ერისთვის და ეთნოსისთვის არის მნიშვნელოვანი. ნუ დამოუკიდებელ ქვეყნებში და ახლა იმ ქვეყნებში რომელსაც ეს პრობლემა არ ქონდათ ნაციონალური საკითხი მაგალითად ხო ან ენობრივი საკითხი იქ რა თქმა უნდა სხვა ფუნქცია ლიტერატურა ზოგან როგორც გასართობს ისე კითხულობენ ზოგადად როგორც თავშესაკცებს ზოგადად როგორც საკითხავს უბრალოდ ლიტერატურის განსაზღვრება ასე რომ ლიტერატურა ამისთვის არის საბჭოთა პერიოდში იყო რომ ჟანრობრივად მაგრამ რაღაც ჟანრი ითვლებოდა რომ არ იყო კაი დონე ვინ აწესებდა ამას რომ არ იყო მაგალითად ფანტაზი და ეგეთი რამე არ ითვლებოდა ლიტერატურად და არც მეშტავდნენ და მაგისი განსაზღვრებაც არ არსებობს იმიტომ რომ წიგნი ხო მართლა ეგეთი აი როგორი უცნაური რამეა რომ სულ მეკითხებიან ხო რომ აი თქვენ ეს დაწერეთ ეს ნამდვილია თუ მოგონილია წიგნს როცა წერ რა თქმა უნდა ვიცი რა არის მოგონილი და რას ვიგონებ მე მაგრამ წიგნის წერა თავდება როცა წიგნი ხდება კითხვის საკუთრება კითხვის გადასაწყვეტი იქ რა წერია მისი ასარჩევი ის რასაც ამოიკითხავს, რასაც დაინახავს, ზუსტად ის წერია. რა უცნაურია რომ თქვენ რასაც წაიკითხავთ, ხო ამ წიგში თუ ამ წიგში და სხვა რო იმავე წიგში სხვა რამეს ამოიკითხავს და სხვა რამე მოიჩვენოს, ისიც მართალია და თქვენც. ეს არის წიგნი, ეგეთი გენიალური გამოგონება. ესეთი ღია, ესეთი თავისუფალი, არაფერი არ არსებობს. ეს თქვენი გადასაწყვეტი. ამიტომ ვერ მაგის დოგმატიკა არ არსებობს და რეცეპტი, რომ ეს არის ლიტერატურა, ამისთვის უნდა იყოს ლიტერატურა. ხო გესმით რა ვსვამ? კი, მაგას არ ვსვამ. დღეს აი დღეს ჩვენს ლიტერატურაში ხო, ლიტერატურამ არ იცის ესე იგი ასეთი დამოკიდებულება დროისადმი. ლიტერატურა ვერ ახერხებს, ვერც აი ტოლსტოი ხო ვახსენე. ტოლსტოის
ომიდან მშვიდობა, ხო, წაკითხული გაქვთ. იმედია, ხო, ნუ ნაწეს თუ არა გსმენიათ მაინც. უпроსტოდ ყველა ვარიანტი შექმნა, წაკითხული. ომიდან მშვიდობა დაწერა 1812 წლის მოვლენებს. მათთვის სამოქალაქო ომი ქვია იმას. სამოქალაქო რა ქვია მაგობს ისა, როგორ ეძახდნენ, სამამულო. 1812 წელი მათთვის რუსებისთვის რა. და იმ ომზე დაწერა წიგნი 50 წლის შემდეგ. ესე იგი არ შეიძლება, ესე იგი ასე ლიტერატურას არ შეუძლია ასეთი სწრაფი რეაგირება ქონდეს. ახლა რაც ხდება, აი მე რაც წიგს დავწერე ეს ჩემი ბოლო წიგნი, არის 90-იანი წლების ქართველებს. ანუ მე რო დამეწერე 90-იანი წლებში რა ხდებოდა, რამდენი წელი დამჭირდა მაინც რა, ეხლა რომელი წელი? აი 10 წელი მაინც დისტანცირება ლიტერატურას ჭირდება. ამიტომ ეს ლიტერატურა არ არის, რა ქვია, ნიუსი და კურიერი და საინფორმაციო გამოშვება და ხო გესმით რა, ეს არ არის ასე გადმოცემა ამბის, როგორც ეს მედიაში ხდება. ეს არის სხვა ფენომენი. ამიტომ მაინც ჭირდება დრო. განსაკუთრებით ხო პროზას. ლექსი შეიძლება იმ წუთში დაწერო, ლექსი სხვა შემთხვევაა, პოეზია სხვა არის, რო მაგრამ პროზას არა, პროზა განსხვავებული შემთხვევა. აი დრო რო გავა, მე ხო გესმით, ეს არის 90 წლებზე ხა დავწერე და კიდევ ერთ წიგნს ვფიქრობ, რომ ანუ ხო გესმით, აი რას დრო გადის, უფრო მეტი ესე ეხლა ისეთ რამეებს ხედავ, რომ მაშინ ვერ ვხედავდი. და ესია, სხვა წელებიც ესე არის, რომ ყველა ქვეყანაში ასე. ნუ არის ქვეყნები, სადაც კონკრეტულად ასეთი ფუნქცია არ ქონია, როგორც ჩვენთან. ნუ ლათინური ქვეყნებში ხდება სხვათა შორის, აი დაპყრობილი ქვეყნები იყვნენ, სადაც რეჟიმები, იქ ლიტერატურა სხვა, ესე თვითონ მკითხველი სხვა ფუნქციას, როგორ გითხრათ, კი არ თავაზობს, ანუ ანიჭებს. ჩვენთანაც ახლა ეს ილია რასაც ამბობდა, ეს კონკრეტულად ილიას ეხებოდა, ხო? ეს ილიას ფუნქციაზე იყო ლაპარაკი, რომ მართლა ეს ფუნქცია ქონდა, ილია ჭავჭავაძეს მარტო კაცი იყო. პერიოდი იყო, რომ მარტო კაცი იყო, აი თელ ქვეყანაში იყო მარტო. ხო აქვს, ხო გახსოვთ, რომ ხო და ნუ არა, ასეთი დამოკიდებულება მე არასწორი მგონია, რომ რაღაც დოგმატიკური კონდეს, რომ აი ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს. ეს კითხულმა უნდა გადაწყვეტოს რა. ვინ არის კაი მწერალი, ცუდი მწერალი? მეუბნებია, რომ ასეთი წიგნი გამოვიდა ისეთი. ეგ რა პრობლემაა? წიგნები გამოდის 1000-ობით. რაც რჩება, ის არის მნიშვნელოვანი, თორე წიგნია, რომელიც ქრება, შეიძლება იყოს ძალიან პოპულარული, მე შემიძლია დაგისახოთ, თელ საქართველოს კითხულობა ესეთი მოდა იყო, მაგრამ ქრება რა, წიგნები. ქრება, თუ არ არის ღირებული და ფასეული. თუ ღირებულია, რამდენიც არ უნდა დაწვათ, ვეფხისტყაოსიც არ იყოს, მაინც რჩება. ჩემ ცოტ თუ არ ჯერ თქვენ ხომ მაინც გჯერთ. დიახ, კი როგორ მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სწორი დამოკიდებულება ეს process-ება ასაკის კონკრეტული წიგნების მიმართულების და რამდენად უნდა ჩავერიოთ ან თუნდაც შვილების მეგობრების რაღაც რჩევებში, რომ აი ესენი წაიკითხეთ. ხო, პრობლემა აქვს ადამიანმა რა უნდა რა ინტერესებს. ხო, გასაგებია. რაღაცა ხოხოდის ძალავე, აი ეს კი, მეც მომისმენთ. მე იცით რა არის, რომ მე მგონია, რომ ხშირად მეკითხებენ აი ამას, ქვერასაც მეკითხებენ, რომელ ასაკში რა ჯობია. მე ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გავიხსენო, რომ სამი მუშკეტერი, მაგალითად, წიგნი ალექსანდრე დიუმას, რომელიც ყველა ჩემთან კლასს ჰქონდა, წაკითხულდა, იმასაც აი მე ვერ წავიკითხე იმ ასაკში რა, როცა ყველამ წაიკითხა ჩემმა მეგობარმა. სამაგიეროდ პატარა ვიყავი, 10 წელს ვიყავი, წავიკითხე, შეიძლება 10-ს არც ვიყავი. სამი მეგობარი რემარკს, ასეთი წიგნი იყო, უბრალოდ ემახსოვრებოდა. ეხლა თავიდან გამოსცეს, როგორც სხვა მთარგმნელი. და მივხვდი, რომ ესე იგი ყველა ადამიანი არის ინდივიდი, ყველანი ჩვენ ასეთი შევქნა ღმერთმა სამყარო და ეს არის ძალიან დიდი უპირატესობა ჩვენი რა, რომ ასე განსხვავდებით ერთმანეთს. ამიტომ ამისი რეცეპტი არ არსებობს, ამას აქ შეესუნა იკითხო, იმას აქ რა ასაკში ბავშვს რა წიგნიც მოეწონება და ჩაფიქრო, ის რა ის უნდა იკითხოს. არ შეგვეშინდეს. მე რა მოხდა, იცი რომ რას ვაკვირდები, რომ შობლები რაზე ბრაზობენ, რომ ბავშვები არ კითხულობენ იმას, რასაც თვითონ კითხულობენ იმ ასაკში. და ჩემი შვილი მაინდრიდი, რატომ იმას წაკითხული თავი მქონდა დასიებული. რომელი შვილი წაიკითხავს, რომ მაინდრიდი, დამთავრდა მაინდრიდი. ტექნოლოგიებმა მოიტანეს ახალი ინტერესები, ახალი გემოვნება, სხვა გემოვნება. ჩვენ შვილები იმას ვეღარ ჟიულმენ ვიღაც წაიკითხავს, კომპიუტერიდან ვერ გამოყავს, ჟიულმენი აღარ არის საინტერესო. ამას უნდა მივხვდეთ შობლები, კაცო, ბავშვებთან ბრძოლას რა აზრია. პირით მივხვდეთ, რომ იმას უკვე სხვა ინტერესი აქვს. წიგნმა ეგრე იცის, ქართველები ვამბობენ ხოლმე, ფული მეოხო. წიგნს მოაქვს წიგნი. აუცილებლად თავარია რომ ამ პროცესში ბავშვი იყოს პატარაობიდან, რომ კითხვა იყოს, აი კითხვის იმას საიდუმლოს მიაგნოს, ამბიცია მოიწდა. მე ყველა ვარიანტი უნდა სხვა წიგნის წაკითხვა. თვითონ მიაგნებს სხვასაც. მე მგონია რომ ყველა ვარიანტში მე იმ წიგნებამდეც მივარ, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ და მათ გამოტოვეს. თუ დააინტერესა, თუ არა და ხა ჟიულმანის გარეშე ისედაც რამდენი ქართველია და რამდენი ადამიანი დედამიწაზე.
ჟიულიანის ალტერნატივა ხო და არა მაგას მეც მომისმენ ბავშვებზე ხო ამბობენ ხო რა თაობა მოდის არ კითხულობენო და როგორ არ კითხულობენ თელ საქართველოში დავდივა პირიქით არის პრობლემა არის მასწავლებლების და მშობლების მე თუ მკითხავთ რატო ბავშვები აი რას კითხულობენ როგორ სხვა წიგნები კითხულობენ ჩემი შვილი რომელიც აი ერთ-ერთი რომელიც ყველაზე ნაკლებად კითხველი იყო ღამე მოვიდა შუაღა შემოხლეული და სად იყავ შუღა თუმე ბიბლიუსში მეორე ესე იგი შექონდა გაყიდვაში წიგნი რომელიც ძალიან პოპულარულია მთელი სოფლიო თინეიჯერები კითხულობენ ამ ბავშვებს გაუგიათ ქართულ ბავშვებს და რამხელა რიგი და გინახავთ ეგ ფოტოები ღამე რო ბიბლიუსში წეროდგან აი ტევა არ არის ბავშვებს თუ ეს ჩემი შვილი რომელიც აი ყველაზე ისა მაქვს ეჭვი რომ ნაკლებს კითხო ეს გაგლეჯილი აუბედური მაგრამ ბედნიერო წიგნი რიგში იდგა 3 საათი ხო და ნუ იმათ უკვე თავის წიგნები აქვს რა სხვა გემოვნება აქვს სხვა დაძალებას მე რომ კითხოთ არ მოვაქვს არასოდეს პოზიტიური შედეგი პირიქით თავარი რომ იკითხოს და მე ნელ-ნელა მე მაგალითად აი მუსიკაზეც ეგრე მაქვს რა მოსინჯული რო თვითონ ხო რაღაც ჯოჯოხეთს უსმენ ხო აი რა მაგრამ ვერ უგზავნა პირიქით მე მეუბნები რომ შულო აბა და რამდენჯერმე ჩამატარებული მაქვს ექსპერიმენტი რომ ის მოვასწრებო რომ რაც მე მომწონს ხო ყოველთვის არ ჭირს მაგრამ ნელ-ნელა ხო ის ხო ასაკობრივი მოვლენა ჩემი შვილი ლონდონში ვიყავი ჩემი წიგნი გამოვიდა და პრეზენტაციაზე ჩემო შვილმა დამავალა ჩამომიტანეო ერთი ჯგუფია რომელსაც გიждდება მუსიკალური ხო ის მაგასახში რომ გიждდება კუმირები რო ყავთ ხო იცი რაღაც იმ ბიჭზე გიждდება ვიღაცა ჯვარი აქაურობას და ესე იგი რა ქვია შვილო ჯგუფს რა ქვია ერქვა 1975 ერქვა რა ეხლა თქვი არსებობს ის დავდიოდი მაღაზიიდან მაღაზიაში და ბავშვმა დავაბარა 1970 ვერსად ვერ დაურეკე შვილო მეუთხარი ჩვენთანაც იყო 70 ასეთივე სახელი ერქვა დაგიბილი ისა ცხონებული რობერტ ბარძიმაშვილის ფოტოს ან რა ქვია მე მაგარგად ამბობ ბესი კალანდაზე რო იყო მომგვე იმასაც ერქვა 75 იმას გაგიდიდე და ჩამოგიკიდებ და იმას უყურ არა შემჭამ ვიარე ისა კი მივაგენი მაგრამ მე რო ჩამოვიტან ეს პლაკატი და დადგება ნახე მამა რა ლამაზია რო შედახედა აი მაგრამ იმისთვის ხო სილამაზე სხვა არის მისი გემოვნება სხვა ავდექი და დამაინტერესა რა რომ ესე იგი მომესმინა რომ ესე რა არის კაცო ამის გული რამდენი რომ აწვალა შვილმა არაფერი ხო არ აუგზავნავ რა წიგნებში წესია როგორ აუგზავნო ხო წიგნის კითხვა გადადებ და არ მოეწონებ არის ხო მეც ეგრე დამმართია ბევრჯერ რაც არ მოუწონდა არ მიწვალია გადავდები და სხვა სავიღებდი ანუ თუ არ მაინტერესებს არ არის პრობლემა რა თავარი რომ სულ პროცესში იყოს ბავშვი ასე მგონი რომ იკითხოს აი კითხვა უფრო თავარია ვიდრე რისი კითხვა რა თორე მე ადამიანი ხო იცი როგორ არის მე მგონია რომ მაინც ადამიანის მხარეს ვარ რა მაინც მჯერა რომ ადამიანი გონიერი არსებაა რა ბატონო წარუდგენა მე ხუთე საუკუნემდე ლიტერატურაზე არ იყო საერთოდ თუ და თქვათ გირებული არ იყო და ადვილად დაწყობილი დიდი მადლობა გადასარევ შეკითხვა მოდით აი ამაზე რამდენი მიფიქრია და ყველაფერს მინდა ხოლმე ლოგიკურად მივიდი ასეთი კაცი ყავდა სოლომონ დოდაშვილი შეიძლება იცით ესე იგი ქიზიყელი კაცი იყო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერა ლოგიკის სახელმძღვანელი და რუსებმა დედა უტირეს გაუში სადღაც და მოკვდა საწყალი 32 წლის იმის შეთქმულების მერე ისეთი წერილები აქვს გაგზავნილი იმპერატორის სახელზე აი რო რა ჯერჯერა წაიკითხავთ ვერ შეიკავებ თავს რა წერილები ხო და ეს რო ათო ჰა სორი ხوار მომადა გამსკა ხო და ამ სოლომონ დოდაშვილზე გიждები ამაგარი კაცი იყო ესე ეს ლოგიკის სახელმძღვანელი მე ეს სახელმძღვანელი დავივიწყე და თვითონ ლოგიკას მე შე მაგას ვიტყობ ესე მე-5 საუკუნეში ერთი ხრი მიფიქრია რომ ესე ასეთი წიგნი როგორ შუშანიკის წამდა ანუ რაღაცა წინაპირობა ხო აუცილებლად უნდა როგორ შეიძლება რომ ესე უცებ ესე ლიტერატურა იწყებოდეს ამ იმიდან რა ქვია ამ ნაწარმოებიდან ანუ რაღაცა წინა ეს ხო მართლა რომანია რა რაღაცა საფეხურები ხო უნდა გაერო ლიტერატურაში ლიტერატურაც ხო ამაზეც მიფიქრია რომ ეგეთია რომ რაღაც ითხოვს თავისთავად განვითარებს ხო ბავშვი დაბადებას ხო 9 თვე უნდა მაინც რა ეხლა თუ არ ჩავთვით გამონაკლის შემთხვევებს რა 7 თვიანებს და ასე შემდეგ ხო და ამაგაც მიფიქრია თუმცა მიფიქრია იმაზეც რომ შეიძლება რომ შეიძლება ასეთი რამეც ხდება რა რომ პირდაპირ ესე იგი პირდაპირ აქედან იწყება ჩვენი ლიტერატურის ისტორია ვერ გეტყვით რა ხო იცით ეხლა ჯავახიშვილიც მაგის მომხრე იყო რომ უკვე მე-7 ესე ჩვენ წელს აღრიცხვამდე იყო აფრის წერტილი დამწერლობის და მე მაგაზე არ გამიცდი ქართველები მინახავს განიცდიან რომ რა როგორ უნდა იყოს მე-5 საუკუნე რატო არ უნდა იყოს უფრო ძველი თუ არ არის უფრო ძველი ჯერჯერობით ჩვენ ვერ მივაგენით ვერაფერს
აი ესეთ დამამტკიცებელს, ისეთ არგუმენტს, რომელიც არ იქნება სადავო და საკამათო. ნუ ვერავის ვერ ვაჩვენებ. უშანეთ სხვა შეგვიძლია ვაჩვენოთ და ჯერჯერობით ვერავის ვერ ჩვენ თავს და ვერც ვერ ვაჩვენებ ნაწარმოები, რომელიც მანამდეა შექმნილი. არ აქვს ეს ფაქტი. მაგრამ თუ ვერ აღმოვაჩენთ და ვერ მივაგრეთ, ესეც არ არის ტრაგიკული. მე მგონია რომ პირიქით ის გამოვიყენოთ მაქსიმალურად, რომ რა სიმდიდრით იწყება ეს ფაქტი გამოვიყენოთ ქართული ლიტერატურის ისტორია. ხო გესმით ასო, თორე მე რა მოხდა, რომ ზოგი არის რომ აგერ შარშატში დაიწყეს დამწერლობა, არის ასეთი ხალხი რომ ზოგი არის რომ საერთოდ არ აქვს დამწერლობა კაცო ხო. და სხვას გამოვართვეს და სხვისას იყენებენ დღემდე. არის ასეთი და ჩვენ ახლა ამ ხრივ ისედაც ძალიან დიდარი ხალხი ვართ. ანუ ეს არ არის სადარდებელი და სანერვული რომ რატო არა დაიწყო არაგენა თუ რა. შეიძლება დაიწყო ივან ჯავახიშვილიც ამას ამბობდა გასაგებია. უბრალოდ ფაქტები არ აქვს. ეს ვარაუდები უფრო მეტად ვიდრე ფაქტები. მაგრამ არაფერი ტრაგიკული ამაში არ არის. თქვენ როგორ გიჩვენებთ რომ იყოს უფრო ძველი? იყოს, მაგრამ მე-5 საუკუნის ღირებული შეიძლება ყოფილიყო რაიმე. მე მაინც და მაინც იმ თქვა არმაზ იქივე კეთილმოწყობაზე რელიგიური ციგნები იქნებოდა თუ კიდევ რამე შეიძლება ყოფილიყო ეს. ან თქვენ წარმოადგენდა როგორც თქვა რადგან წერალის ზანდები და მოსახლის ფართო. ნუ ხო ის ერთი ვერსიაა რომ იმდენად ესე იგი რომ შეეწირა ახალი რელიგიის გავრცელებას. ეს ვერსიაც გეცოდინებათ ალბათ. ძველი ტექსტები, მაგრამ ნუ მე არ მგონია რომ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ ასე ადვილად გაქრევა. მე ეს არ მგონია, იმიტომ რომ უფრო ძველი და გაცილებით რთულ ვითარებაში გადარჩა ტექსტები, კი, ნუ გადარჩა. სხვა ხალხის ისტორიას გულისხმობდა. ნუ რა ვიცი, რო ყოფილიყო შესაძლოა ჩვენთანაც. არ ვიცი, მაგაზე პასუხი არ აქვს, იმიტომ რომ ფაქტები არ აქვს. ახლა ასე სულ არაუდები ხა ჩვენ. მე ეს არ მომწონს, რომ ბრაზდებით ხოლმე და ესა. ხო გესმით? რაც გვაქვს იმით ის ჯერს გამოვიყენოთ, რაც გვაქვს, რამდენი სიმდიდრე გვაქვს, რამდენი უპირატესობა გვაქვს. რა ვიცი, იმას ვერ ვიყენებთ რა. ვიყენებთ რომ მე-5 საუკუნის რომანი გვაქვს, აბა ვისა, რა ვინ იცის? იცის მე ვეკვეს ყავსან, იცის არავინ არ იცის. ვერ ვიყენებ, რაც გვაქვს ის ვერ გამოვიყენებია და რაც ვერ მივაგეთ ის რომ ის იმის ძებნა რა ის არის და თქვია. რატომ არ იყოს ხო ტრაგიკული, არ მგონია. ამ დიდი ბოდიში მე მგონი ძალიან დაგხალეთ, მაპატიეთ რომ გამიგზელდა, მაგრამ არ ვარ დამნაშავე, ძალიან დიდი მადლობა.